საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მეზობელი თუ ოკუპანტი ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად შეცვლილი დამოკიდებულება საით მიდის ქვეყანა დასავლეთი თუ რუსეთი გაიზარდა თუ არა რუსული გავლენა საქართველოზე რას ფიქრობს ხალხი მე მგონი რუსეთისკენ უფრო მიდის ვიდრე დასავლეთისკენ გვირჩევნია იმიტომ რომ კარგად ცხოვრობდით მაშინ და ეხლა აღარ ცხოვრობთ კარგად რუსებმა რაც დაგმართეს ჩვენ მომავალს დასავლეთი უფრო ჭირდება რუსეთს უნდა ვიჩხუბოთ არც ერთი არის ჩვენთვის და არც მეორე ინდიის გამოკითხვებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ სხვა პრობლემების შემდეგ გადაინაცვლა დაგვავიწყდა თუ არა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომი დაგვავიწყდა თუ არა 2008 წელი რატომაა გაზრდილი ბოლო კვლევებში რუსული ნოსტალგია რა ხდება ქვეყანაში სილნე მაგურჩია ეს ქვეყანა თქვენი ძმებია რუსები რუსეთის აგენტებს აღჭი ციხი ჩავარდნით დღეს საღამოს სახალხო რეაქცია თემაზე საით მივდივართ ქვეყნის 31%-ს ევრაზიული კავშირი უნდა როცა 2008 წელს მოსახლეობის 77% ამბობდა რომ მომავალს მხოლოდ ნატოში ხედავდა რა შეიცვალა ბოლო 7 წელიწადში და რატომ შეიცვალა განსხვავებული მოსაზრებებით განსხვავებული პოზიციებით განსხვავებული ხედვებით დებატები რეაქციაში ვიწყებთ საღამოს 10-ზე მოჭარბებული საბჭოთა ნოსტალგია ინდიის კვლევების სრულად მოულოდნელი შედეგი 2011 წლიდან დღემდე ჩატარებული კვლევებით ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველად ვეღარ მოხდა ტერიტორიული მთლიანობა პირველ სამეულში დღემდე ასეთი რამ არ მომხდარა რატომ ჩვენი ინტერაქტივი რა უფრო მნიშვნელოვანია დღეს თქვენთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება თუ სხვა საკითხი ჩაერთეთ ინტერაქტივში ზარი უფასო ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია ინდიის კვლევებით ევრაზიულ კავშირს საქართველოს მოსახლეობის 31% უჭერს მხარს. რატომ იმძლავრა ქვეყანაში რუსეთის მონატრებამ და რატომ გაიზარდა საბჭოთა ნოსტალგია ჩვენს ქვეყანაში, სადაც 2008 წელს მოსახლეობის 77% აცხადებდა, რომ ქვეყნის მომავალს მხოლოდ დასავლეთი ხედავდა. დაავიწყდა თუ არა ქვეყნის 31%-ს აგვისტოს ომი, დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო. დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია რეაქციაში და მთავარი კითხვა რა მოხდა ისეთი საქართველოში, რომ მოსახლეობის ამხელა პროცენტს ევრაზიული კავშირი მოუნდა. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ძალიან საინტერესო აუდიტორიას რამდენიმე წუთი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პარტა ზაქარაიშვილი გასცემ ჩვენ შეკითხვებზე პასუხს მანამდე მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას დიმიტრი ლორთქიფანიძე გურა და გაბუნია ბატონი გიორგი მიქანაძე უკაცრავად მუხან ბურჭულაძე ხატნოლა აგაზიძე მაია ორჯონიკიძე და ძალიან საინტერესო დარბაზი მე მინდა პირველ რიგში დავუსვა ჩვენ აუდიტორიას სწორედ შეკითხვა ჩემი კოლეგების ხედან ჟურნალისტები და მინდა პირველ რიგში დაუსვა შეკითხვა პირველი არხის ჟურნალისტ თამარ ურუშაძეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომისას პირდაპირ ეთერში იდგა და გადმოსცემდა რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში, როცა მას რუსული ტყვია მოხდა. მაშინ თუ წარმოიდგენდით ამნა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ შეიძლებოდა დადებულიყო ისეთი კვლევები NDI-ის მიერ, ან ნებისმიერი სხვა გამოკითხვის მიერ, სადაც 31% ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იტყოდა, რომ მას ევრაზიული კავშირი სურს. თქვენ ანონსში იყო კადრები, რომელსაც მე ვერასდროს ვერ უყურებ ხოლმე ემოციის გარეშე, მაგრამ დღეს იყო ალბათ ორმაგად უფრო ძიმე ჩემთვის პირადად ამ კადრების ნახვა, თუ ვიფიქრებთ იმას, რომ ის შედეგი, რომელიც NDI-მ დადო, არის რეალური. ამის მიზეზები მე ვფიქრობ, რომ ღირსების სპეციფიკური განცდა ვთქვათ, თუ ინფორმაციის არარსებობა, მე იმედს ვიტოვებ, რომ შესაძლოა ეს იყოს რაღაცნაირად ინფორმაციის და არაინფორმირებულობის ბრალი. შეიძლება ეს იყოს ის, რომ თუნდაც კითხვის ჩამოყალიბების დროს რაღაცა ტერმინოლოგიური აღრება მოხდა რესპონდენტებში. აი ეს არის ჩემი აზრი. თუმცა არ შეიძლება რომ არ ვისაუბროთ იმ რუსული ლობის გააქტიურებაზე, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯით ვხვდებით. ჩვენ აქციებზე აღარ მაქვს საუბარი, მაქვს მე ინფორმაცია, რომ გარკვეული კომპანიები, რომლებიც არიან რუსული კომპანიები დარეგისტრირებული საქართველოში, ისინი განსხვავებული სახელით მოქმედებენ, აკეთებენ თვითრეკლამას, აბსოლუტურად ინფორმაციაში მითითებული არის სხვა ინფორმაცია მათ საქმიანობის შესახებ და როდესაც უკვე ამ კომპანიებთან მიდიან კონკრეტული დამკვეთები, რეკლამის დამკვეთი იქნება თუ გარკვეული ვიდეორგულების დამკვეთების შემდეგ მათ აქვთ მოთხოვნა, რომ მათი სოციალური ქსელები რუსული სააგენტოების რეკლამირება მოხდეს. არ შეიძლება რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსული ლობი არის გააქტიურებული. თუმცა ეს ორი მხარე, რომელი უფრო სარწმუნოა, მე ამ შემთხვევაში პასუხი, რა თქმა უნდა,
არ მაქვს. ანუ მიდის მუშაობა რუსეთის მხრიდან, რომ გაჩნდეს რუსული ნოსტალგია საქართველოში. რუსეთის მხრიდან მიდის მუშაობა ალბათ ყველა მიმართულებით ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ სიუჟეტებზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მქონდა ზუსტად ამ თემაზე გაკეთებული სიუჟეტი აი ამ კომპანიების მუშაობის შესახებ რომლებიც როგორც გითხარით ალბათ იატაკქვეშ მოქმედებენ იმიტომ რომ არასახელებენ თავიანთ რეალურ მიზნებს არაცხადებენ და შემდეგ უკვე როდესაც პირველი ეტაპის გავლა ხდება ნდობაში შედიან დამკვეთებთან მე ხდება რეალურად მათი მოთხოვნების და მათი სურვილების და დაკვეთის გამჟღავნება და ეს არის რუსული სოციალური ქსელები, რუსული სააგენტოები, რუსული რეკლამები და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტი ქეთი ბოჯგვაქეთი. მაინტერესებს შენი მოლოდინი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც 2008 წელს, როდესაც ჩატარდა გამოკითხვა პლებისციტი და 77% ქვეყნის მოსახლეობის ამბობდა, რომ იგი ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის მომავალს ხედავდა დასავლეთში. როგორი იყო ამ შემთხვევაში შენი რეაქცია, როდესაც ეს ახალი კვლევები დაიდო? რეაქცია ბუნებრივია ჟურნალისტისთვის იყო რომ გაგუჩნდა კითხვები. რატომ გაჩნდა პირველი კითხვა? ნუ ბუნებრივია პლებისციტი სხვა არის, სოციოლოგიური კვლევა სხვა არის. რთულია ამის ერთმანეთთან შედარება. თუმცა რასაკვირველია ჩვენ გაგუჩნდა ყველას კითხვა და დავიწყეთ ამის მიზეზების კვლევა. მე თამუნეს დავეთანხმები რომ რუსეთი გააქტიურებულია, ჩვენ ვიცით ეს ახალი ტერმინი ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი აქტიურად აწარმოებს უკრაინაში და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის პროპაგანდა და ფარული მუშაობა საზოგადოებრივ აზრზე. თუმცა მე გეტყვით რომ გუშინდელ ქრონიკაში არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, მაგრამ ჩემმა კოლეგამ გურამ როგავამ გააკეთა საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა, მას ჰქონდა ჩართვა ზუსტად ამ თემაზე. ჩვენ დავინტერესდით იმით, რომ აღმოჩნდა, რომ იმ 31%-ში, რომელიც მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირს, არიან მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკური ძალების მომხრეებიც, ისეთების როგორიც არის თავისუფალი დემოკრატები, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა. და გადავწყვეტეთ, რომ გვეკითხა ადამიანებისთვის, იციან თუ არა მათ რა არის ევრაზიული კავშირი. ყოველ შემთხვევაში გურამ როგავას გამოკითხვიდან მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანები არ იციან, რომ ევრაზიული კავშირი ეს არის რუსეთის მცდელობა აღადგინოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელშიც საქართველოს შედის. რომ ეს არის მცდელობა აღდგეს საბჭოთა კავშირი. ანუ რეალურად ამბობთ თქვენ, რომ ეს არ არის ნოსტალგია რუსული და არ არის საბჭოთა ნოსტალგია, არამედ უბრალოდ არის ინფორმაციის ნაკლებობა? მე გამიჭირდება შეფასების გაკეთება, მე უნდა დავსვა კითხვები. დიახ. ჩემი კითხვა არის იცის თუ არა მოსახლეობამ რა არის ევრაზიული კავშირი. ჩვენს მიერ ჩატარებულმა ვერ ექნება ამას ბუნებრივია კვლევის პრეტენზია, მაგრამ გამოკითხვამ აჩვენა, რომ უდიდესმა ნაწილმა არ იცოდა რა არის ევრაზიული კავშირი. ამბობდნენ, რომ მომწონს მინდა ევრაზიულ კავშირში რა არის, თუ იცით, როდესაც ვეკითხებოდით, პასუხი იყო ან არ ვიცი, ან ნუ სცემდნენ, ასე ვთქვათ, ოდნავ არაინფორმირებულ პასუხს. შესაბამისად, მთავარი კითხვა რაც ჩდება დღეს არის ის, რომ არის თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული, საკმარის აკეთებს თუ არა ხელისუფლება იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული იმ საფრთხების შესახებ, რომელიც დგას ჩვენს წინაშე, თუნდაც იმ საფრთხეზე, რაც შეიძლება მოდიოდეს ევრაზიული კავშირიდან, საკმარის თუ აკეთებთ თუ არა ჩვენ ჟურნალისტები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები იმისთვის, რომ მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებული და რა თქმა უნდა, საკმარის ვაკეთებთ თუ არა იმისთვის, რომ ჰიბრიდულ ომში, საბოლოო ჯამში დამარცხებულები არ აღმოჩნდეს. კი ბატონო, ქეთიმ დაასახელა ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებიც იყვნენო ამ 31%-ში ჩვენ ნაციონალების მხარდამჭერებიც ყავს და მთლად თავისუფალი დემოკრატები აქვე სხედან დარბაზში ალბათ ისინი გააკეთებენ ეხლავე პირველ კომენტარს ვენოს თუ შეიძლება გადავატოვოთ მანამდე აქ მეორე მიკროფონი თუ არის საშუალება არჩილ ჭყოიძეს ეღიმებოდა როდესაც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ რატომ გეღიმებოდათ არჩილ თქვენ ბრძანდებით ევრაზიული კავშირი ქვიათ საერთოდ თქვენს ორგანიზაციას დიახ მკვეთრად რუსეთის მომხრე და მკვეთრად ევრაზიული კავშირის მომხრე რატომ გეღიმებოდათ მე არა ვარ მკვეთრად რუსეთის მომხრე მე ვარ მკვეთრად საქართველოს მომხრე პირველ რიგში მინდა გითხრათ მე ღიმებოდა იმიტომ რომ როდესაც იყო საუბარი ვითომდაც 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ესე იგი 74% ნატოს ეს არის სრული ბლეფი ეს ის დროა როცა ხალხს აუპატიურებდნენ ციხეებში ხალხს ბიზნესს ართმევდნენ ხალხი იყო განადგურებული და გინდა გითხრათ რატომ დაუჭირათ ევრაზიულ კავშირს მხარი და რატომ უნდა ხალხს იმიტომ რომ ხალხმა დაინახა რომ დასავლეთი ქართველ ხალხს არაფერს არ უკეთებს დასავლეთი ქართულ საზოგადოებას არაფრით არ ეხმარება დამწყნარდით თქვენ და მე თქვენ სიტუაციაში ისაუბრეთ რუსეთმა რა გაუკეთა გეკითხები ეს რომ დაინახა ქართულ საზოგადოებამ როდესაც ბატონო ბადრი მოგცემ დაწყნარდით და თქვენ ისაუბრეთ თქვენ სიტყვაში დაწყნარდით მეთქი და მაცადეთ რა მაცადეთ საუბარი გისმენთ და მინდა დავამთავრო საუბარს იმიტომ აქ ქვეყანა კარგად მიქონდა ქვეყანა ძალიან კარგად არ არის და იმიტომ არ არის რომ თქვენაერები არის თქვენაერები ხელი ჩაწიე ხელი ეგრე კარგი ბატონო
გეოვნებით, ნუ მიშლით ხელს, მე მინდა კიდევ გავაგრძელო და გითხრათ. იმიტომ უჭერს ხალხი ევრაზიულ კავშირს, რომ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, რომ ევროპა დასავლეთი არა ქართულ საზოგადოებას, არამედ LGBT ორგანიზაციებს უჭერს მხარს, საქართველოს ტრებს უჭერს მხარს, საქართველოს არა ქართველ გლეხს, არა ქართველ მეწარმეს, არა საქართველოს მოქალაქეებს, არა რომლებიც გაუკეთებია პატრიარქის წინააღმდეგ იბრძოლებენ, ეკლესიის წინააღმდეგ და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ. აი ამიტომაც არ უჭერს ხარს და არც დაუჭერს და ეს არის ევროპის ბრალი. დიდი მადლობა, ბატონო ბადრი, გისმენთ და უკან გადააწოდეთ, შემდეგ გავსვათ. ინგა, მე ვიყავი გუშინ. დიახ, გადააწოდეთ თუ შეიძლება უკან მიკროფონი. ანტიკორუფციული კომისიის წევრის სენაკში. ესე იგი საშინელი სიტუაცია მიმდინარეობს მიზან დასახული ხალხის გაღარიბება. არა თუ დოლარი იმიტომ ვარდება რომ რაღაცა გარეშე პირობები. არა ეს არის შეგნებულად. აღარიბებენ რომ მე შემდეგ მოდიან ესეთები წოიძეები და კიდე ისეთი რომელია ის გორელი ქართულ დროშას უწრიან დროშას ფეხი რო კარით. მიმიფურთხებია იმ გორელისათვის მაგი რომ მოითმინა. ხო და შეგნებულად მიმდინარეობს გაღარიბება. მე პირდებიან იცი რა წაგაგებინებ ვაშ გაგაკიდინებ ვაშზე ყიდი ვაშზე ყიდი სამშობლოს უკაცრავა შენ გაკიდე ვაშზე დიდი ბოდიში უკაცრავა ძალიან გთხოვ კარგით ერთი წუთით მე უნდა დავსვა შეკითხვა ბატონო ბადრი და ბატონო არჩილ მე ძალიან გთხოვთ რომ ერთი წუთი ვაშზე ეხლა მე დავსვავ აქ მაშინ შეკითხვას და შემდეგ ისევ დაუბრუნდები აუდიტორიას ბატონო ბადრი ძალიან გთხოვთ ბატონო ბადრი იქნებ გადაბძანდეთ იქით ძალიან გთხოვთ მაშინ აუდიტორიას ბოდიშს მოუხდი ეხლა მე და მაგიდასთან გადმოვინაცვლებ და შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით დავიწყოთ რა ხდება აი ფაქტია ბატონო ბადრი ძალიან გთხოვთ სიმშვიდეს გთხოვთ იმიტომ რომ დიდი ადამიანები ხართ და ვართ აქ ყველანი და ჩვენ ვჟელობ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე თუმცა ეხლა უნდა ვაღიარო რომ ძალიან ვინერვიული ასეთი რამ არ მახსოვს ფიზიკური გაწევ-გამოწევა ამ სტუდიაში მოდი დავსვავ შეკითხვას აქეთ და ისევ დაგიბრუნდებით რა მოხდა ქვეყანაში ისეთი რომ უცბად აღმოჩნდა არც თუ ისე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ რომ მაშინ როდესაც 77% ამბობდა რომ ქვეყნის მომავალს ხედავდა დასავლეთში აღმოჩნდა რომ დღეს 31% NDI-ის კვლევების მიხედვით ამბობს რომ მას უნდა ევრაზიული კავშირი ქალბატონ გურანდას დაუსვავ ეხლა კითხვას და შემდეგ გადმოვინაცვლებ თქვენთან რა არიცი საერთოდ ვთვლი რომ პოლიტიკა და მე ხელოვანი ქალი ვარ ხელოვნება და პოლიტიკა სულ სხვადასხვანაირია. აბსოლუტურად არ ეხება ერთმანეთს. მე ესე მგონია რომ ეს ეგრეა. თუმცა ყველანი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და სწორედ ამიტომ გთხოვეთ თქვენი შემოსევები. 8 წელზე რო ლაპარაკობდი ამ წუთში. ხო ლაპარაკობდი არა? აი რაღაც ჩოჩკოლი რო იყო. 2008 წელზე არ თქვი? კი, 2008 წელს იყო. მაგას გეუნები. აი ოთარი იღებდა კინოში უარი თქვა ფილმზე მოსკოვში. ოთარი წლების მანძილზე მიდიოდა მოსკოვში და მხატის თეატრში ოლეგ ტაბაკოვის მიწვევით თამაშობდა სპექტაკლს, რაშიც მიიღო 3 პრემია, სტანისლავსკის პრემია, ეს შენ გესმის ვინც იყო სტანისლავსკი, თქვენც ალბათ იცით ვინ იყო. კუმირი და თოლია ჩეხოვის პრემია. დიახ. აი ამდენი პრემია მიიღო და როგორც კი გაიგო 8 წლის ამბავი ძალიან დიდი ბოდიში მოუხადა ტაბაკოვს რომელმაც მიიწვია და წამოვიდა უკან მე აღარ ვითამაშებო აი ეს არის ჩვენი პასუხი დიახ და ჩემი პასუხიც პაჟალ დიდი მადლობა რა სიტყვით თქვენ ქალბატონო ხათუნა რატომ შეიცვალა ასე ეს პროცენტები 31% ეს არ არის პატარა მაჩვენებელი წეღანქეთი ამბობდა რომ ამ 31%-ში არსებობს ეჭვი რომ შესაძლებელია ყველა არ არის ამ ევრაზიული კავშირის მომხრე მაგრამ ფაქტია რომ ეს ციფრები არის დადებული მოგესალმებით ძალიან ძიმე ფონია დარბაზში და არა მარტო დარბაზში სამწუხაროდ ეს არის ანარეკლი იმისა რაც ხდება ქვეყანაში
თქვენს კითხვაზე ცალსახა და მარტივი პასუხი არ არსებობს, ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა. დავიწყოთ იმითი, რაც თქვენ ახსენეთ გადაცემის ანონსში, რომ სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა ჩაანაცვლა ყველაზე მტკივნეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა. პასუხის ერთ-ერთი მიმართულება ამაშია საძებნი. სამწუხაროდ საქართველოს უკლებლივ ყველა ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ დღეს საქართველოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი დგას ძალიან ტრაგიკული და მძიმე არჩევანის წინაშე. აირჩიოს სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა და კეთილდღეობა თუ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ეს არის ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ვერც ერთი ჩვენგანი 25 წლის წინ, როცა ალბათ უკლებლივ ყველა ვიდექით და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ყველა თაობა ერთად, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს არის უპირველესი მიზეზი. კერძოდ ის, რომ როდესაც ადამიანს არ აქვს საკუთარი შვილის სიცოცხლის გადასარჩენი ფული, ძალიან ძნელია მას ის დგას მართლაც უმძიმესი არჩევანის წინაშე. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა მოიგვაროს, თუ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე იფიქროს და ძალიან ძიმეა ის, რომ ჩვენ დღეს ამ ალტერნატივის წინაშე დავდექით. რატომ დავდექით ახლა ამ ალტერნატივის წინაშე? აქაც საკმაოდ კომპლექსური მიდგომა არის საჭირო. დასავლეთი, რომელიც საქართველოსთვის იყო და რჩება უსაფრთხოების მთავარ ფარად. დასავლეთმა დაუშვა ერთი ძალიან მტკივნეული შეცდომა. კერძოდ ის, რომ მან შექმნა პოლიტიკური ელიტა. გნებავთ საზოგადოებრივი ელიტა, მაგრამ მან ვერ თუ არ გააკეთა ის, რომ ეზრუნა ამ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესებაზე. მე რას გულისხმობ მოსახლეობისთვის, ცოტა უფრო ჩახედული მოსახლეობისთვის, ცოტა უფრო გასაგები რომ იყოს. სწორედ დასავლეთის დახმარებით სამხრეთ კორეამ შეძლო პირდაპირ ფინანსური ინვესტიციებით. სამხრეთ კორეამ შეძლო, რომ ქცეული იყო რეგიონში ეკონომიკური სასწაულის მომხდენ ქვეყნად და ჩრდილოეთ კორეის საპირწონოდ. ეხლა იმისი საუბარი, რომ გვერდით რუსეთია და მუდმივი დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ ვიდექით, ეს არაფერს არ ამართლებს. საქართველოში სხვანაირი მიდგომები იყო საჭირო. საქართველო უნდა ქცეულიყო ეკონომიკური სასწაულის ქვეყნად რეგიონში და დღეს აღარ დადგებოდა ის საკითხი, რაც ბატონმა ბადრიმ ბრძანა. მე არ მინდა ეს თემა გავიმეორო, მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ ვაშლზე ყიდი ზოგიერთი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მე ამ ფორმულირებას არ ვიხმარ, მაგრამ ის, რაც მე ვთქვი, ფაქტობრივად იგივეა, რომ ადამიანები სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო იძულებულნი არიან ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე დადგნენ. ერთი, რაც აუცილებლად თქვენი კოლეგების თემას უნდა შევეხო. ხათნა მოგცემთ კიდევ ახლავე უკაცრავად რა, იმიტომ რომ აზრს თუ არ ჩამოვაყალიბე, რეალურად მიდის ჰიბრიდული ომი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ორი მიმართულებით იშლება. ეს არის საინფორმაციო პოლიტიკა და პროპაგანდა, რომელმაც წალეკა საქართველოს საინფორმაციო სივრცე და ჩვენ სამწუხაროდ ფაქტობრივად კაპიტულაცია გვაქვს რუსული საინფორმაციო პოლიტიკის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ორგანიზებულ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც შეძლებდა ამ ნაკადის დაბალანსებას. რუსეთს თავისი მიზნებია გასაგებია, მაგრამ შენ რომ სახელმწიფო ხარ, შენ ხომ უნდა გქონდეს ალტერნატივა და მეორე ეკონომიკა, რომლითაც რუსეთი ცდილობს, რომ გაცილებით უფრო ეფექტურად და ხანგრძლივადიანად დაამყაროს საქართველოს გავლენა, ვიდრე ის იქნებოდა ტანკებით. მეორე თემა, ჩვენ რას ვაკეთებ და რა პერსპექტივები აქვს საქართველოს გასაგებია. ყველაზე მწვავე ეროვნული საკითხები ასე გადანაწილდა. პირველი ადგილი არის სამუშაო ადგილები, შემდეგ არის ფასების და ინფლაცია და სიღარიბე. და მხოლოდ ამის შემდეგ არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. შეიძლება ითქვას, რომ დაიწყდა ხალხს ის, რაც მოხდა თუნდაც 2008 წელს, ბატონო დიმიტრი. რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩვენს აწმყოსთან, ხო? მოდით ქალბატონო ინგა, პირველ რიგში შევეცადოთ, რომ დარბაშიც და აქ ვხდომ ყველა ადამიანს ვთხოვოთ, რომ ჩვენ ვეცადოთ არ გავემიჯნოთ ერთმანეთს, არა, შეიძლება დაუახლოვოთ პოზიციები, თუ კი არსებობს ამის შესაძლებლობა და მე შევეცდები. პოზიციების იმ პოზიციების დაახლოება ეხლა რაც აკვირ ნახეთ, ყველანი ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ჩვენ არა გვაქვს სხვა სამშობლო, ჩვენ ვალდებულნი ვართ უბრალოდ გამოვნახოთ ის საერთო რაციონალური წერტილი გადაკვეთის, რომელმაც უნდა ჩაგვაყენოს ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ქალბატონო ინგა, პირველ რიგში თქვენ მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ნოსტალგიას ეხება. ვერანაირი ნოსტალგია უბრალოდ ვერც დასავლეთით, ვერც აღმოსავლეთით ვერ გადაფარავს ვერასდროს ჩვენი მოქალაქეების სწრაფვას, პროგრესისკენ, მოდერნიზმისკენ, დემოკრატიისკენ და ეს არჩევანი ქართულმა ხალხმა მართლაც 1999 წელს გააკეთა, როდესაც საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო და მართლაც პროგრესის და მოდერნიზმიც არის ევროპაში. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება მათ შორის თulis, რომ საქართველო არის ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენი დევიზი, აი ძალიან მოკლედ და ლაკონურად რომ გამოვხატო არის რა, ევროპისკენ სამეზობლო პოლიტიკის მოგვარებისა და მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. თუმცა თქვენ პოლიტიკურ გაერთიანებას პირდაპირ ბრალად უყენებენ
პრორუსულობას ნინო ბურჯანაძე დაუშვათ ის ლიდერი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ გაერთიანებას, პაკლონნაია გარაზე ეს კადრი ახსოვს ყველას. აქედან გამომდინარე მაქვს სწორედ თქვენთან დიახ. ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ NDI-ის მიერ დადებული კვლევების გამოცხადებისთანავე გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, ალბათ თქვენ ის მოისმინეთ ერთ სატელევიზიო თოქ-შოუში და რა თქმა უნდა საზოგადოების დიდი ნაწილი აბსოლუტურად იზიარებს იმ გარემოებას, რომ არ შეიძლება ჩვენ გქონდეს სწრაფვა საიტკენღაც ისე რომ ამას ეწირებოდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მე ესე დავსვავდი ჟურნალისტი რო ყოფილიყავი ანუ ჩვენი სწრაფად დასავლეთისკენ იწირავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა? თუ კი იწირავს და მე ამასაც შევეხები აუცილებლად და NDI-ის მიერ დასმული შეკითხვები მათ შორის ძალიან სერიოზული განშისაგანი უნდა იყოს. როგორ აღმოჩნდა პრიორიტეტთა შორის პრიორიტეტი, რომელიც არ არის თანაზომადი სოციალური მნიშვნელობის პრობლემატიკასთან ურთიერთდაპირისპირების თვალსაზრისით, ეს არის ზე, მისია და ამოცანა. ეს არ არის ასე თქვა თანაზომადი ისეთ მნიშვნელოვან თუნდაც საკითხთან, როგორიც არის დასაქმების თემა. არა, ყოველთვის ასე იყო კვლევებში, თქვენჩემზე კარგი ალტერნატივა გაჩნდა. კითხვაი როგორ დგება, ანუ პრიორიტეტული თემების მიხედვით და ტერიტორიული მთლიანობა ყოველთვის იდგა ამ თემების ამას ვაყენებთ ჩვენ ეჭვის ქვეშ. ნამდვილად რა თქმა უნდა არ მჯერა. ჯერზეთ პირველში გეტყვით რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული არაერთი დასკვნა გამხდარა ობიექტურად ეჭვის ასე ვთქვათ საგანი. არაერთი. მით უმეტეს როცა საკითხი ეხება იმას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი აღარ არის პირველ სამ პრიორიტეტს შორის. ხომ არ შეიძლება პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით ეს განხილული იქნეს როგორც არაღიარების უკვე დეკლარირებული ასე ვთქვათ პოზიციის შეცვლის მცდელობა მომავალში, რომელიც დაეყრდნობა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საბოლოო შედეგებს. ეს ერთი. მეორე. კარგეთ. არა, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამას ეხება, ეს არის მევლუდ ჩავუშოღლუს მიერ გაკეთებული გუშინდელი განცხადება, ეს არის თურქეთის საგარეო მინისტრი, რომელმაც პირდაპირ გააკეთა განცხადება, რასაც გამოეხმაურა ძალიან ბევრი მისი კოლეგა, რომ საქართველოს ვარშავის 2016 წლის სამიტზე, ნატოს სამიტზე მხარდაჭერილი იქნება ნატოში ინტეგრაციის საკითხთან ანუ დაკავშირებით. თქვენ მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ ნატოში გაწევრიანებას და ქალბატონ მაიასთან და აი გენერალური კითხვა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში ევრო ინსტიტუტებში ჩვენი ინტეგრაციის საკითხი ეს არის ის სანუკვარი ოცნება, რომელიც სამწუხაროდ ოცნებად დარჩა არასწორი და გაუაზრებელი პოლიტიკის წარმოების გამო. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია საერთოდ არ განიხილავს, ესეც მინდა იცოდეთ, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენელთა და აქ არიან ხო ქართული ოცნების წარმომადგენლები, ალბათ ისინი გააკეთებენ კომენტარს. გამახსენდა ეხლა მოვიფოფაძე თავისი განცხადებით ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით და ამიტომ ბევრი კითხვა ჩნდება. ძალიან ბევრი ხელისუფლების ერთ-ერთი სუბიექტი. ბატონო, აი ყველას რო შევეკითხოთ, ერთმანეთს საკუთარ თავსაც ვკითხოთ, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ნატოში ქვეყნის ოკუპირებული ნაწილის გარეშე. ვინმე არის თუ არა თანახმა აი ამ დარბაზში, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. თუ შეიძლება აიწიეთ ხელი. ერთი ადამიანი მაინც არის აქ რომელი მე? მოდით ამ კითხვით გადავალ. არა, ზუსტად ესე დგება საკითხი. ზუსტად ესე დგება საკითხი. ტერიტორიების გარეშე. ამიტომ არის რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან ჩქარობენ ქაბატონო ინგა. ამიტომ არის რომ სასტრაფოდ იქნა გამომწვარი NDI-ის დასკვნა. ამიტომ არის რომ მე ჩაუშოხლო აკეთებს ამ განცხადებას. ამიტომ არის რომ პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი კეთდება მარგველაშვილისა და ალასანიას შემდგომი ალიანსის პოტენციური ალიანსის შექმნის ბაზაზე და ამიტომ არის რომ პოლიტიკურ გაერთიანება ჩვენ გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას საერთოდ არანაირი ასე ვთქვათ შეფასება არ მისცა NDI-მ შეფასების გარეშე დატოვა. თქვენს ორგანიზაციაზე არ ვსაუბრობ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. არის თუ არაო ვინმე თანახმა, მოდით მე დიმიტრი ლორთქიფანიძის კითხვით გადმოვალ თქვენთან, ქალბატონო მაია, დიმიტრი ლორთქიფანიძისგან გადმოვალ თქვენთან. მან დასვა კითხვა არის თუ არა ვინმე ამაზე თანახმა, რომ ამ ტერიტორიების გარეშე შევიდეთ. მე საქმელი მქონი, მაქვს ბუნებრივია, მაგრამ არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო დიმიტრი ლორთქიფანიძის ამ სრულიად არა მართლ არა აბსოლუტურად ხელოვნურად და ყალბ კითხვას, რომელიც იმ თავითვე უკვე რომელსაც შეცდომაში შეყავს მსმენელის და მაყურებელის, იმიტომ რომ არავინ არ ითხოვს საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე შესვლას. ესეთი რამე არ არის უბრალოდ ფიზიკურად არ არის, მაგრამ მე ახლა არ მინდა კომენტატორის როლში გამოვიდე და ამიტომ თავარზე გადავალ, რაც ჩვენ ყველას ალბათ დაგვიგროვდა სათქმელი.
პირველ ყოვლისა, რაც თავარია, რაც არის ფუნდამენტური, ის უნდა ითქვას და უნდა ითქვას ხმამაღლა, რომ ის რაც ხდება დღეს, ეს არ არის რაღაცა შემთხვევითი შტრიხები და ეს ნამდვილად არის ერთიანი რუსეთის ერთიანი დღეს ომისგან განსხვავებით ჰიბრიდული ომია, აბსოლუტურად ეთანხმები ქალბატონ ხათუნას ამ დეფინიციაში ნაწილი და არანაირ შემთხვევითობას არ აქვს ადგილი, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ეგრეთ წოდებული არასამთავრობოების შექმნა, დაფინანსება და ნუ როგორც კი შეუძლია ამ ტლანკ დათვს რბილი ძალა გამოიყენოს, მაქსიმალურად ცდილობს აი ამ რბილი ეგრეთ წოდებული ძალით იმოქმედოს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ აქ ითქვა, ესეთი რაღაც ითქვა, რომ არის, ესე იგი, წინააღმდეგობა იმაში, რომ საქართველოში საერთოდ, ესე იგი, უკაცრავად ამერიად მაპატიეთ დამავიწყარ არის თქმა მინდოდა იმდენად ავღელდია ახლა 10 წუთის წინ ამას რასაც უყურე კარგით გავაგრძელებ ამას თავი ავანებოთ მე ერთი რამის თქმა მინდა ყველა არ არსებობს არანაირი იდეოლოგია არ არსებობს სოფლიოში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი როდესაც ნებისმიერი კაციჭამია იდეოლოგიაც კი ყოველთვის მოდის სიკეთის სახელი არ არსებობს იდეოლოგია დაწყებული ფაშისტურით დამთავრებული ნაცისტურით დამთავრებული კომუნისტურით რომელიც დაუშვათ თავისი ზეობის ჟანრს და ნებისმიერ დროს ის ამბობდა რომ მე მინდა ის ყოველთვის ამბობდა რომ მას მოაქვს სიკეთი ადამიანებიც რომ იკარიელებია ვართ და უნდა გავწმინდოთ ებრაელებისგან კომუნისტები ამბობდნენ რომ აგერ ესენი არიან კულაკები ის არის მეფე ის არის და ნუ მარტივად რო ვთქვა ყველას გასაგებად და ანუ სიკეთის სახელით ხდება ნებისმიერი ბოროტება ყოველთვის რასაკვირველია ეხლა გამოკითხვას რაც შეეხება უკაცრავად ქალბატონს ვიცნობ შორიდან მაგრამ სახელი ამავის და რომელმაც თქვა რომ ევრაზ გამოკითხვის დროს ევრაზიულ კავშირში გნება თუ არა ხო მაბედეთ და ვიცი სახელი და ამავის და ქეთი ბოჯგუამ ახსენა კიდეც რომ ხალხს ისეთი პროვოკატიული ფორმით ძალიან დიდი მნიშვნელობა კითხვის დასმას და თანაც განსაკუთრებით იმ დროს როდესაც სამწუხაროდ ჩვენი ნუ ეხლა ვაღიაროთ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ არის ახლა ისეთი ინფორმირებული და განათლებული ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვის დასმის ფორმას და ინდია ის უწევს დასმულ კითხვის ფორმულირებას მოდით მე ამ შემთხვევაში ამაზე არ ვამბობ, როდესაც დიმალურ კიფანიძემ თქვა ახლა აი ამას კითხვაზე არ საუბრობ, ჩვენ აქ საუბრობთ მაგრამ ქეთის რაც შეეხება, ქეთი უკაცრავად ქალბატონი ქეთი ბოჯგუას მონაყოლს, როდესაც ეკითხებოდნენ ადამიანებს, რომ აი ამ ევრაზიულ კავშირზე არიციან ამ ადამიანებმა რა არის ეს ევრაზიული კავშირი და თანხმობას აძლევენო, აი ამ წუთას ხო თქვა რა. ანუ ეს ძალიან დიდი გამანათლებლო სამუშაო იყო ჩასატარებელი და რასაკვირველია ყველა ხელისუფლების მხრიდან და მე ვეთანხმები ხათუნას ნაწილობრივ ბოლომდე ვერა ცხადია მაგრამ ნაწილობრივ რომ ყველაზე დიდი ომი ჩვენ წავაგეთ საინფორმაციო ომი იმიტომ რომ ბევრად იმაზე მეტი კი არა მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების დროს იმიტომ რომ ბევრად მეტი გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს ვიდრე როგორ გითხრათ იცით ამისი აფიშირება კარგი აგებით ხდებოდა გარეგნული მხარეების იქ ინფრასტრუქტურა ყველაფერი საჭიროა მაგრამ იდეოლოგიური მხარე აი ის რამტერი ყავს აი ესე ჩამოკიდებული ეს 200 წელი 300 წელი ამაზე ნაკლებად იყო სამუშაო თქვენ ფიქრობთ რომ ნაკლებად იყო პირიქით თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ ის განცხადებები რომელი განცხადებებიც დაუშვათ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა კიდევ უფრო ძაბავდა ამ სიტუაციას და არაერთი ასეთი მოგისმენიათ მოდით მე პირდაპირ დავამთავრებ თუ შეიძლება არა ეს მეცნიერა უფლება პოსტიტუმის თუ გაქვს ქალბატონო ნუ ვიდავეთ დროს ერთ ვიტყვი ხოლმე მე გავაგრძელოთ იმიტომ რომ ახლა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საშინელ სიტუაციას შევეცარით ყველანი რომ ახალგაზრდა კაცი რაც არ უნდა ეთქვა ბატონ ბადრის მიუღებელი ყოფილიყო მისთვის ახალგაზრდა ბიჭი წამოეჭიმა აგერ ფაქტიურად ფიზიკურ დაპირისპირებლად მივიდა საქმე მე ერთი რამის თქვა მინდა და ეს კი ბატონო ძალიან ისევ იმასთან ბრუნდები რომ არ არსებობს სიკეთე ბოროტება არასდროს არ ყოველთვის მოდის სიკეთის სახით ჩვენთვის არ არის ახალია ის რომ პროქართული გვესმის ეს ერთი 5 წელია მეტი კიდე პროქართული სინამდვილეში სამწუხაროდ პრორუსული ძალების ერთადერთი იარაღი არის ეს ეგრეთ წოდებული პროქართული და ამას პირდაპირ ამბობს ალექსანდრე დუგინი ჯერ კიდევ 2000 გავიგეთ რომ პროქართულის ქვეშ იგულისხმება პრორუსული კარგით დიდი მადლობა
მე ვიდრე გიორგი მიქანაძეს და მუხრან ბურჭულაძეს დაუსვავ შეკითხვას, მანამდე მოდით ერთად მოусმინოთ პატა ზაქარეიშვილს. ბატონო პატა, საღამომშვიდობი, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ეს პროცენტები რომელიც დაიდო ამ კვლევის მიხედვით რომ 2008 წლიდან განსხვავებით ასეთი მნიშვნელოვანი პროცენტი დაფიქსირდა ვინც დაუშვათ ევრაზიულ კავშირს ემხრობა, შეიძლება უკავშირდებოდეს სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას, აქ იყო ამაზე საუბარი, ხათუნა ლაგაზიძე საუბრობდა ეხლა, ანუ ადამიანებისთვის პირველად მოხდა ამ კვლევის მიხედვით რომ პრიორიტეტული აღარ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ხომ არ ფიქრობთ რომ ქვეყანაში არსებულმა სიღარიბემ გადაწონა რეალურად ეს მთავარი საკითხი, რომელიც ყოველთვის ამ სამეულის ერთ-ერთი ლიდერი იყო ხოლმე კვლევებში? მოგესალმებით, მივესალმები აუდიტორიას, ტელემაყურებელს. თავიდანვე არ დავეთანხმები პოზიციას, რომ პირველად მოხდა, მე დიდი ხანია ჩართული ვარ ამ პროცესებში, ანუ პოლიტიკურ ანალიზში, თავმაც შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაში ბოლო, თქვათ, კონფლიქტები 90-იან წლებიდან მოყოლებული, 3-ჯერ 4-ჯერ მაინც იყო, როცა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადადიოდა 20-ის უკან. მეშვიდეც ყოფილა, მაგრამ 2002-3 წლებში და მიწერია სტატია, მახსოვს კარგად, ძალიან კარგი სტატია ქონდა იულიანე ხაინდრავა, სწორედ ამ საკითხზე, რომ რატომ მოხდა მეშვიდე ადგილზე ტერიტორიული მთლიანობა 2003 წელს ეხება დაახლოებით ეს მომენტები, ანუ ამას ქვია სოციოლოგიაში მიძინებული პრიორიტეტი. ანუ როცა აქტუალური საკითხი, მაგრამ რაღაც სხვა საკითხები დროებით ფარავენ ხოლმე მნიშვნელოვან ფუნდამენტურ საკითხებს. პირველად არ ხდება. ხო, პირველად არ ხდება, კი რომ შეურთას ვაწყლების შემდეგ შეიძლება პირველად იყოს გეთახმით, მაგრამ ანუ საქართველოს ისტორიაში მოხდა რა, როცა სხვა პერიოდში სერიოზული საკითხი დროებით გადადის უკან, იმიტომ რომ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წინ იწევს. ის კი არა რომ საკითხი თავისთავად იკარგება, სხვა საკითხები აქტუალური ხდება. და ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ამაზე რატომ არ არის მას დღეს აქტუალური? თუ შეგიძლიათ რომ მივასუხოთ, სამეულში რატომ ვერ მოხდა? ეს არის ქვეყანაში არსებული სიღარიბის გამო, დაუსაქმებლობის, სამუშაო ადგილების ძალიან რთული პრობლემის, ფასების, ინფლაციის და ასე შემდეგ, თუ იმის გამო რომ შესაძლებელია იგივე ხელისუფლებიდან ძალიან ბევრ ადამიანს ესმოდეს ასეთი ტიპის განცხადებები, მაგალითად, რომელიც გოგი თოფაძემ სულ ახლახანს გააკეთა, რუსეთს ცოტა უნდა დავუთმოთ რკინიგზა, ბაზები, ნავთო ტრანზიტი და ასე შემდეგ. ანგნება თქვენი არაერთი განცხადება შეიძლება ბევრს არ მოსწონებია კიდეც რუსეთთან დაკავშირებით. ხო, არა, არ მოწონებს სხვა საკითხებს, ჩემი ფრთხილი განცხადებები სულაც არ ნიშნავს რუსეთის სასარგებლო განცხადებებს. ჩემი ფრთხილი განცხადებები როგორც წესი მიმართულია იმ სტრატეგიის მიმართულებით, რომ ჩვენ თავი ამოცანა დასავლეთი, ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში და ეს უნდა ხდებოდეს რუსეთთან კონფრონტაციის მინიმიზაციით. ანუ რუსეთთან კონფრონტაციის მინიმიზაცია არის ევროპისკენ სწრაფვის ნაწილი და არა თავისთავად თვითკმარი რაღაც პროცესი. ანუ ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელია რუსეთთან ურთიერთობა დალაგება, როგორც რაღაც ფენომენი, თვითკმარი ფენომენი. ეს არის ნაწილი ამ კონფრონტაციამ თუ შესაძლებელი კონფრონტაციამ ხელი არ შეგვიწევს დასავლეთისაკენ, რასაც ჩვენ მოგვიწოდებს და მოგვიწონებენ დასავლეთში, რომ ჩვენ ძალიან გონივრულად ვიქცევით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ფრთხილი პოლიტიკით მეტად სწრაფად ვიმოძრავოთ დასავლეთისაკენ. რას ნიშნავს ფრთხილი პოლიტიკა? ბატონო პატა, პუტინი არ არის საქართველოს მტერი. პუტინი რატომ ამ მტერი? ჩაჯდა ტანკში, შემოვიდა და ხალხი დახვდა. ეს თქვენი განცხადებაა. არ ჩემი განცხადება, კეთილი ინებდა და ზუსტად მოიტანეთ ეს ჩემი განცხადება არ არის, ჩემი განცხადება პუტინი ვერ იქნება და ქართული მეგობრები ჩემზე კარგად გესმით და არ იქნება შუდი, არ არის დიდი განსხვავება. პუტინი ვერ იქნება მტერი. ხო, იმიტომ რომ ადამიანი ვერ იქნება, სახელმწიფოს მტერი შეიძლება იყოს ხოლმე სახელმწიფო და თუ არ გინდა ტექსტების წაკითხვა, თქვენ იყოთ, თქვენ იყოს ჩემს უშუალოდ არა. მარტო სათაურები თქვენ ნამდვილად არანაირი ტექსტი არ მქონია. მერკელი იყო, გააკეთა ახლა განცხადებები იყო მოსკოვში, ერთხელ არ უსწრებია სიტყვა გიტლერი. სულ აბობდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანია. ანუ კეთილი ვინებოდა ნუვაკლინებს სახელმწიფო საქართველოს. ერთი ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. ეს იყოს ხოლმე რუსეთი. თუმცა პუტინს აქვს 75%-იანი ნდობა რუსეთში და კეთილი ვინებოდა ამას თვალი გაუსწოროთ. და ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს ის, ვისაც ჩვენ გვინდა. ამიტომ ეს არის ჩვენი რაღაც პრიმიტიულობისა და რაღაც პროვინციალიზმის დამოკიდებულება, რომ ერთ ადამიანზე გადაგვაქვს და თვითონ არსებობს ორი რუსეთი, სამი რუსეთი. მედვედევი იყო იგივე პრეზიდენტი და კაცი შვილს არ იღებს მედვედევს. ანუ კეთილი ვინებოდა ცოტა გავახილოთ თვალები და დავინახოთ რეალური მტერი ვინაა და ნუ ჩვენ არის რუსეთი მტერი, ბატონო პატა, იმიტომ გეკითხებით. რა თქმა უნდა, დიახ, კაფიოდ რუსული ოკუპაცია და რუსული ანექსია. კაფიოდ გამოკვეთილია, ამიტომ პიროვნებაში კი ვეძებთ პრობლემებს. დავინახოთ რეალური ნამდვილი საფრთხე და ამ საფრთხეს ვებრძოლთ. და პუტინი რო არ იქნება, რა უკეთესი სიტუაცია იქნება. ანუ კეთილი ვინებოდა, ნუ ვეძებთ რა ქვია, გაკულტილად ერთმანეთ დავამონათოთ. თუ ვისაც გვაქვს ხედვა რომ მიდივარ დასავლეთისაკენ, რა, მაშინ გავამტკიცოთ ეს მოძრაობა, რათა მართლაც არ მივიღოთ შედეგები.
რაც შეეხება შედეგებს, სოციოლოგიური კვლევა არასდროს არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად მისაღები ან აბსოლუტურად მიუღებელი. ანუ თქვენი პასუხი როგორია? ფიქრობთ, რომ ხალხში არსებობს რუსული ნოსტალგია? თქვენს თანამოქალაქეებში? რაღაც პროცენტებში ალბათ არსებობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება აღემატებოდეს 7%-საც კი. ჩემი მოსაზრები, რა გიქცე მოსაზრებას მეკითხები, ხო? ანუ აშკარაა რომ ეხლა აი ნახეთ ბრიტანეთი აიღეთ. ეხლა ხარ ჩატარდა ბრიტანეთში არჩევნები და ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებდა, რომ ლეიბორისტები და კონსერვატორები თანაბრად მიდიოდნენ და უპრეცედენტოდ სხვა შედეგი დაიდო დადო არჩევნება. ანუ ეს არის ქართულ საზოგადოების პრობლემა. ეს არის საზოგადოების პრობლემა, რომ საზოგადოება კვლევებში სხვანაირად იქცევა და იგი არჩევნებზე სხვანაირად იქცევა. ბოლოს სამარჩევნება საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივება კაფეზე ცალსახად დაჩვენა, რომ პირველ ორ ადგილზე გასულ პოლიტიკურმა ძალამ 80% აიღო. ეს არის პირველი ორი ძალა არის პროდასალური ძალები. ანუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს არის რეალური მაჩვენებელი 31%? ეს არ ფიქრობ, ეს არ ფიქრობ, მაგრამ ეს არის შესაძლოა მევშვიდები. ეს შეიძლება იყოს სერიოზული შეტყობინება. დაახლოებით ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმთან რომ მიხვალ და შეიძლება ანალიზები იყოს შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი, შეიძლება არ გაყოფილდები. მიდიხარ და მეორე და მესამე დაკეთებ ანალიზს. ანუ ეს არის საგაკული სიგნალი, მაგრამ მაშკარა თქვენ რო ხა გამოკითხვა ჩაატაროთ სოციოლოგიური ნორმალური და დასვათ კითხვა, რა განსხვავება ევროკავშირსა, ევროპის საბჭოსა, ევრაზიასა, უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოების დიდ ნაწილს ვერ გეტყვით. ორი სამივედგან არის ევროპა და როგორც წესი ბინადარ ევრაზიაში პირველი ევროპა ღრმად ვარ დარწმუნებული რომ და თვითონ კვლევარებმაც ქვეს რომ საზოგადოებაში იწვევდა ან გამოკითხულებში იწვევდა დაბნეულობას მართალიცაა ასე რომ მე არ მინდა საერთოდ მინდა ყოველთვის გითხრათ რომ მე მაგალითად არასდროს არ ვენდობი სოციოლოგიურ კვლევებთან ყოველთვის მაინტერესებს სოციოლოგიური კვლევა არ არის სარკე საზოგადოების სოციოლოგიური კვლევა საზოგადოების ნაწილია თვითონ და არა ფოტოსურათი საზოგადოებისა ამ ანალიზი ჭირდება მას და არა ემოციური დამოკიდებულება დიდი მადლობა თუმცა ეხა ხათუნა ლაგაზიძის რეპლიკა იყო აქ ძალიან სახალისო საინტერესო ეს კვლევა რაზეც თქვენ ამბობთ რომ ხალხში ჩაატარეთ პარლამენტში რო ჩავატაროთ 100 სურათს მივიღებთ ხო აბსოლუტურად პოლიტიკოსებიც კი ურევენ ერთმანეთში ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს დიდი მადლობა ბატონო პაატა ძალიან დიდი მადლობა ეს იყო პაატა ზაქარეიშვილი მე კვლავ ცვალ მაგდასთან ამ შეკითხვას თქვენ რა სიტყვით თქვენ მუხრან რა შეიცვალა ქვეყანაში ისე რომ ადამიანების 31% აფიქსირებს ამ პოზიციას მოგესალმებით პირველ რიგში ყველას ძალიან სამწუხარო რეალობაა რომ ჩვენს თვალწინ მიდის კამათი მოყვასი ჯობია თუ მტერი რა თქმა უნდა რუსეთთან დაპირისპირება და კონფლიქტები არავის არ დავიწყია და არ შეგვიძლია დავივიწყოთ იმიტომ ეს არაერთხელ მომხდარა და სულ ცოტა ხნის უკან გავთავისუფლდით ამ ქვეყნისგან მეორე მე მახსენდება ბრიტანული გამონათქვამია ასეთი რომ ყველაზე ბრმა ის არის ვისაც არ უნდა დაინახოს შესაბამისად მთელი ერი ვერ იქნება ბრმა რეიტინგებმა რა თქმა უნდა კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა გარდა იმისა რომ მატება იმ ადამიანების რიცხვისა რომელიც მხარს უჭერს ოკუპანტთან ერთობას ასევე აჩვენა ხელისუფლების რეიტინგის მკვეთრი ვარდნაც ეს ერთადერთ რამეს უსვამს ხაზს რომ ჩვენი ხალხის იზრდება რუსული ნოსტალგია და ხელისუფლებას უვარდება რეიტინგი რანაირად ამას აქვს თავის განმაპირობებელი ფაქტორები ვინაიდან ჩვენი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანი და ჩვენ ერში შედგა კონსენსუსი ასე ვთქვათ და მისი არჩევანია მდგრადი ეკონომიკის მქონე უსაფრთხო თავდაცვის უნარიანი ევროატლანტიკური სივრცის წევრი სახელმწიფო და არა ბიზნეს ბოსელი ასე ვთქვათ ეხლა მოდი ეხლა შემდეგ ფაქტორს გავუსვამ ხაზს თქვენ გახსოვთ რას ნიშნავს ბიზნეს ბოსელი თუ შეიძლება ეხლავე პირველი განმაპირობებელი ფაქტორი ეხლა ერთ-ერთი რამეა რომ შიერი კაცისთვის სულ ერთია ვინაჭმებს საჭმელს 24 საათი გვეუბნება ხელისუფლება რომ სოფლის მეურნეობა არის სახელმწიფო ეკონომიკის მდგრადობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი თუმცა აი ეს სფერო მიაბა პირდაპირ რუსეთის ბაზარს როგორ ფიქრობთ გლეხი რომელიც ცხოვრობს სოფლად და ის არის აბსოლუტურად არაინფორმირებული ევროპული ფასეულობების შესახებ ევროპული ბაზარის შესახებ როგორ ფიქრობ რა არჩევანს გააკეთებს ის რუსულ არჩევანს რა საკურველია როდესაც შენ 24 საათი პოპულარიზაციას ახდენ რუსული ბაზრისა რა არჩევანი უნდა გააკეთოს არაინფორმირებულმა გლეხმა რომელიც მწვანილის იმედად არ არჩენია დიდი მადლობა განაგრძეთ პირდაპირ გიორგი მიქანაძეს მიცემს ყველა მოიხმაურა და მეც
ამას გამოეხმაურები როგორც დარბაზში დავიწყე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან გთხოვთ, რომ პასუხისგებლობა საერთოდ გააცნობიეროთ რა. ახალგაზრდამ თავისი დონის პასუხისგებლობა და უფროსმა ადამიანმა თავისი დონის პასუხისგებლობა, როცა ასეთ საკითხებს განვიხილავთ და ესე დემონსტრაციებს ატარებთ, ხო, თქვენი შესაბამისად არც ერთი პოზიცია, არც ჩემთვის და ალბათ არც ერთი ნორმალური ქართველისთვის მისაღები არ იქნება სამწუხაროდ. იმიტომ რომ თავს კონტროლი უნდა გაუწიოთ, იმიტომ რომ თქვენს უკან ის პოზიციებია, რომელსაც გამოხატავთ. გარდა ამისა, რაც ბატონმა ბოსელი ბრძანა, ხო, იგივეა, რაც აი ამ ადამიანებმა ჩაატარეს გადაცემის წინ. უბრალოდ მეორე მხარე აქ არ არსებობს, ხო? ამიტომ კომპრომისების ენა უნდა ვისწავლო და მე ძალიან დიდი თხოვნა მქრო. აქ ძალიან დიდი მადლობა, რომ საერთოდ ეს თემა დაიწყე და ძალიან მინდა, რომ ეს თემა დამთავრდეს, ალბათ აქ ვერ დამთავრდება, მაგრამ მნიშვნელოვანწილად რაღაცა წინ წაიწიოს, იცით, იმიტომ რომ თუ ჩვენ დიალოგი არ ვისწავლოთ ერთმანეთთან, კომპრომისების ენა ის არაფერი არ გამოვა. მე ღიად მინდა განვაცხადო, რომ მისწავლია ევროპაში და ვაღიარებ, რომ განვითარება, პროგრესი არის ევროპაში ცალსახად. თუმცა ის ტერმინოლოგია და ისეთი პოზიციების გამოხატვა, როგორცაც ახორციელებენ ჩვენი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ასე შემდეგ, არადიპლომატიური მსოფლიო არის საერთოდ სხვა განედზე შესული და ჩვენ საერთოდ სხვაგან ვაზროვნებთ, იცით? კონტექსტში არა ვართ არავისთან, არც რუსეთთან, არც ევროპასთან, სად გვინდა წავიდეთ, როცა არ ვიცით ერთმანეთთან დიალოგი. გარდა ამისა, ანუ თქვენ ამბობთ დიალოგი არის აუცილებელი. გარდა ამისა, ჩვენ საკუთარ თავზე ვერ დავეთანხმები ასევე რომ პროქართული ორიენტაცია, პრორუსული ორიენტაცია. აბა პროქართული თუ არ ვიყავი, პრორუსი უნდა ვიყო, ვერ გავიგე. მე მაქვს ერთი იდეა. ალტერნატივა არის რა? მოსკოვი, დღევანდელი რეალობა რა არის? მოსკოვი, ანუ რუსეთი, აქედან თურქეთი, მესამე ჩვენი არჩევანი და ინტერესი იმათ მხრიდან ნეიტრალური ევროკავშირი და ევროინტეგრაცია. ჩვენც ეს სურვილი ცალსახად გვაქვს. ეს თემა კითხვის ნიშნის ქვეშ ადგას. NDI-ის კვლევები, ჩემი აზრით, არის ცალსახად საკითხვის ნიშნე, ოღონდ თვითონ NDI ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, სერიოზულია და გავლენიანი და ავტორიტეტული, მას ჭრილქოშ არ ვაყენებ, მაგრამ ვისაც ის უკვეთავს. ის არის საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია 2003 წელს და შემდგომ პერიოდში მოიკიდა ფეხი, რომელიც დებდა ამ რეიტინგებს. შესაბამისად, მე ეს რეიტინგები არის ძალიან ადვილი საშუალება, რომ პოლიტიკური სპეკულაციები მოახდინო. სხვაჩვენ, სწორედ ამიტომ არ გავაკეთეთ პოლიტიკოსების რეიტინგებზე, უბრალოდ ეს არის თემა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ამაში შეიძლება ჩადო ძალიან ბევრი ესეთ რომ ვთქვათ ნაღმი შეიძლება და ჩადო. შეფუთო იმით, რომ აგერ პატრიარქის რეიტინგი მაღალია, ხალხო ხმარ ამოიღოთ, იმიტომ რომ სანდოა ეს კვლევა, ხვდებით? ვისაბოლებენ ვერ გავიგე. ამით და მე რა მინდა ვთქვა, რომ შესაბამისად ეს განწყობა არ არის საქართველოს აშკარად უნდა ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ არის რა, რუსეთშიც დაუშვათ, რუსეთში გვინდა. რატო ირჩევს საერთოდ რუსეთი, ევროპა, აზია თუ ასე შემდეგ. გინდა იმის კეთილდღეობა, დავამთავრებ. კეთილდღეობა, წარმატებები, წინსვლა, პროგრესი. ეს არის რუსეთში სიტყვაზე. პრობლემებია იქ, ხო, ჩვენ მეზობლთან არის პრობლემები, მაგრამ შენ აგერ ყირიმის პრობლემა დგება, ხო? მოდის ბომბებით, ვერ უმკლავდები. ანალოგიური პრობლემა, როცა ჩვენ სვათ აქცენტებს. პასუხისგებლობა უნდა გქონდეს, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთი, ცხინვალი გვაქვს, სხვა რეგიონი გვაქვს, აჭარის პრობლემა გვაქვს, ჯავახეთის პრობლემა გვაქვს, სხვა ქართველები ცხოვრობენ ჰერეთში. მე ამ პრობლემაზე უფიქრია. დიდი მადლობა, რეკლამის დრო არა, ვერ ასეთი დიალოგი თუ ჩვენ ერთმანეთს არ გაუგებთ, არაფერი არ გამოგვივა საერთოდ. მადლობა, მხოლოდ ნახევარი წუთი უნდა თქვათ ქალბატონო გურანდა და გავდივარ რეკლამა. არა, მაშინ რეკლამის შემდეგ ვიწყებთ თქვენი. აი, ეხლა უბრალოდ ერთ სიტყვას ვიტყვი. კი ბატონო. შენ დაიწყე იმითი, რომ არის რეიტინგი მაღალი და რუსეთის ისა ლაპარაკია რომ რუსეთი გვინდა 31%. ხო, მომისმინე. რა არის იცი? აი ხლა ვზივარ და ვისმენ, რასაც ვისმენ, არ მსიამოვნებს დარბაზშიც რას მოხდა, ისიც არ მესიამოვნა. მე მინდა გითხრა, რომ ძალიან ცუდია, იცი? აი ეს მინდა, ეს არ მინდა, ეს მინდა, ეს არ მინდა. დალოცვილო არ შეიძლება რომ რუსებთანაც კარგად ვიყო, იმათანაც კარგად ვიყო, ინგლისელებთანაც. ეს არ უნდა ქალბატონო გურანდა, კარგად ოფნა არ შეუძლია. არა, იცი რეკლამაზე უნდა გავიდე, არ შევაწყვეტინოთ. არა, მომისმინე, არ შევაწყვეტინოთ, მუხრად. თქვენთვის ილაპარაკეთ. არ შევაწყვეტინოთ, უკაცრავად. არ შევაწყვეტინოთ, უკაცრავად. მე პირობა მივეცი ქალბატონ გურანდას, გისმენთ და რეკლამაზე გავალ. მაინდა-მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ აი იმათთან კარგად, ამათთან ცუდად. იმათთან ცუდად, ამათთან კარგად. რა არის ეს? რატოა ეს? გამაგებინეთ. გაუგებარია. მე არა ვარ პოლიტიკოსი და არ შემიძლია ვილაპარაკო, როგორც თქვენ ლაპარაკობთ. მე ვლაპარაკობ იმენით, რომლითაც უნდა ილაპარაკოთ თქვენ. ადამიანებმა უნდა ერთმანეთს გაუგონ.
აუცილებლად უნდა ვიყვარდეს ერთმანეთი. დაუთავებლად ჩხუბი, ომი, ჩქარა, მოვკლათ, დავახჩოთ. რა არის ეგ? დიდი მადლობა. არ მაინტერესებს თქვენი აზრის სრულები. არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს. მე ესეთ ვფიქრობ, თქვენ ასე. მე ეგრე ვფიქრობ, თქვენ ეგრე ვფიქრობთ. მორჩა. დავბრუნდებით. თქვენი აზრი გაქვს, მე ჩემი აზრი. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ აუდიტორიაში სიმშვიდემ დაისადგურა. ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. მე მინდოდა რომ პირველ ბლოკში მიმეთ აუდიტორიისთვის სიტყვა, მაგრამ განვითარებული პროცესიდან გამომდინარე ვარჩიე რომ რეკლამის შემდეგ შემოგთავაზოთ მათი მოსაზრებები. რამდენიმე წუთში ვართ პირდაპირ ეთერში, არ გადარჩით. დაბრუნდა რეაქცია პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ინტერაქტივის მთავარ შეკითხვას, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ზარიანის უფასო რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ სხვა საკითხები. საკმაოდ წავე საუბარი მიდიოდა აქ რეკლამის დროს. მე მინდა აუდიტორიასთან გადმოვინაცვლო, ზოგადად შეიძლება თქვენ დაგისვათ შეკითხვას. რა გამოიწვია თქვენი აზრით? იყო აქ გამოთქმული მოსაზრება, ხათნოლაგეზე საუბრობდა რომ ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გამოიწვია ის რომ 31% ამბობს რომ მას უნდა ევრაზიულ კავშირში. თქვენ რა სიტყვით? ხელისუფლებამ ვერ შეძლო რომ ხალხისთვის დაუშვათ მიეცა ის რომ მათ არ გასჩენოდათო ნოსტალგია. მოგესალმებით პირველ რიგში. ცოტა სხვა თემიდან რო დავიწყეთ ჩვენ კვლევაზე საუბარი და მე ცოტა ჩემთვის ორაზროვანი ხდება ეს საკითხი, იმიტომ რომ საერთოდ ვინ დაუკვეთა ეს კვლევა. იქნება აქედან დაგვეწყო ეს ყველაფერი. მე საერთოდ ეჭვმებადება რომ ეს ისევ იმ ძალებმა დაუკვეთა. თვითონ შეიძლება ევრაზიულმა კავშირმაც კი დაუკვეთა ეს კვლევა, ზუსტად იქ აი ამ ყველაფრის, თუნდაც აი ამ ბატალიების დასაწყებად. და ასეთი ორმაგი სტანდარტებით მიმდინარეობდა ყოველთვის ასეთი კვლევები. როდესაც სინამდვილეში რეალობა სხვა რამ იყო, კვლევა შიდებოდა სხვა. ეხა სოციალური მდგომარეობა რომ კარგი არ არის და სოციალური მდგომარეობა რომ პირველ რიგში ქართული მოსახლეობისთვის მართლა პრობლემატური, ამაზე ხომ არავინ არ ვდავთ. მაგრამ რეალურად რაც მივიღეთ, თუნდაც ომიდან 2008 წლიდან დაწყებული იმ არასწორი პოლიტიკით, დღეს ვიმკით ამ ყველაფერს. გასაგებია ქალბატონი გურანდა საუბრობდა იმას, რომ ყველასთან კარგად უნდა ვიყოთ. მეც ამის მომხრე ვარ ქალბატონი გურანდა რომ კარგად ვიყოთ, მაგრამ რუსეთთან არ გამოდის ასე საუბარი. არ გამოდის მეგობრული პოლიტიკა. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, დსთ-ში იყო საქართველო მაშინ, როდესაც აფხაზეთი და ცხინვალი ჩამოგვლიჯა ამ ქვეყანამ და როგორ უნდა დამარწმუნოთ მე ხახნო რომ ევრაზიულ კავშირში როცა შევალ, მაშინ დამიბრუნებს აფხაზეთს და იმას სამაჩაბლოს მე ნამდვილად არ მიდის. ხოლო რაც შეეხება ახლა განსხვავებას, მე თქვენი ყველას აქვს თავისი აზრი. მე კიდევ ერთხელ მესმის რომ შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ რუსეთთან რაღაცა დათმობილი პოლიტიკით რაღაც არგებელი მიიღოს ქვეყანამ. გასაგებია, მე სხვა რამეს ვფიქრობ, მაგრამ აქვს ადამიანს ამის უფლება. გასაგებია ეს ყველაფერი რომ აქვს ადამიანს ამის უფლება. მაგრამ იცით რა არის? მე ნამდვილად არ მჯერა იმ ქვეყნის, რომელიც ერთი ხელით ავტომატით მემუქრება და მეორე ხელით ტერიტორიებს მგლიჯავს. მე ნამდვილად არ მჯერა ამის. დიდი მადლობა. თუმცა ჩვენთან აქ იმყოფება ადამიანი, რომელსაც ჯერა ყოველ შემთხვევაში წითელი დროშით კომუნისტური წითელი სიმბოლიკით იგი გორში მიტინგს მოუძღოდა და ლიდერი იყო და ორგანიზატორი იყო. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. აი რას ამტკიცებდით იმ გამოსვლით, იმ აქციით, რუსული საბჭოთა წითელი დროშის ფრიალით. რა არის თქვენი მოსაზრება ამ შემთხვევაში? დიახ. პირველ რიგში მოგესალმებით. მომხრემ კიდო ქართულ ხუთჯვრიან დროშას ციხლიკრა დემონსტრაციულად გორის მოედანზე, მაგი ინტერნეტში დევს მაგის გადაცემაში იყო იმედის კვირაში გერგედავას ეჭირა ხელში ის დროშა. კი ბატონო, გასაგებია. ციხლის მხრით ქართული დროშა და რუსულ დროშას აფრიალებდნენ. კარგი, გისმენთ. სრამაის იზეიმა თელმა მსოფლიომ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. ეს იყო უდიდესი მსოფლიო ისტორიული მოვლენა, რომელიც უნდა აღნიშნულიყო, რა თქმა უნდა, მსოფლიოში. ამაზე იმობდა არა მხოლოდ რუსეთი, ან საქართველო, ამაზე იმობდა შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ქართულ ხალხს, რომელმაც თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, ფაშიზმის გამარჯვებაში, სრული უფლება აქვს 9 მაისის ზეიმოს გაიხსენოს ის ვაჟკაცები, ის ათასობით, 100.000-ობით 300.000 დაღუპული, რომელიც დაიღუპა
გეთანხმები, თუმცა ეხლა გადის ამ აქციის კადრები და რუსული დროშა ჩანს. საბჭოთა სიმბოლიკა ჩანს. აი აქედან გამომდინარე. საბჭოთა სიმბოლიკა, რა თქმა უნდა, საბჭოთა სიმბოლიკა გამოჩნდება, ინგა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ამ ომში, იმიტომ რომ ბერლინი აიღო წითელმა არმიამ, იმიტომ რომ აი სიმბოლიკა ავიდა რაიხსტაგზე და არა ამერიკის დროშა. ამერიკის დროშა რო ასულიყო იქ, რომელიც რა თქმა უნდა კოალიციის წევრი იყო, მოკავშირე იყო, მაშინ ამერიკის დროშას ავიღებდით ჩვენს ხრამაის. გორში ხდებოდა, სადაც 2008 წელს იბომბებოდა. გორი არის სტალინის სამშობლო. ეს არის სამშობლო პიროვნებისა, რომელმაც თავარი ორგანიზატორი იყო გამარჯვების. ამიტომ აღმართეთ ჩვენ წითელი დროშა და არა საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშა. ნოსტალგიაც არის. არავინ არ კითხულობს. ხალხს არ ეკითხება, არავის რატო აქვს ნოსტალგია სოციალიზმის და იმპერიობის. იმიტომ რომ ხალხი ცხოვრობდა კარგად. ხალხი ცხოვრობდა კარგად. ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ოჯახი ერჩინათ. არავინ არ ჰქონდა იმის შიში, რომ ხვალ ბავშვს რა ვაჭამო. რითი გადავარჩინო პენსიონერი მამა როგორ ამიტომ ეს ყველაფერი ეს გამოკითხვა ანუ რითი გამოყვება ოჯახი ამან გამოიწვია ის რომ თქვენ გეჭირათ ეს დროშები ხელში რამ გამოიწვია აი იცით რა არის პოზიციაზე არ ვკამათობ აქვს ადამიანს უბრალოდ მე ამ დროშების ფრიალი ეს რაღაცა ლენტების კეთება მეც რა მაინტერესებს ეს მონური ფსიქოლოგია საიდან ჩამოყალიბდა უბრალოდ პოზიცია გასაგებია მაგრამ ეს პასუხებს და გადმოვდივარ და ლენტები არ ყოფილა და არც რუსული დროშები ყოფილა. ერთმა პიროვნებამ ამოიტანა პატარა რუსული დროშა და მე არ მესმის. მაგრუსული დროშის არ მესმის. რამ გაგაგიჟათ რამაის გორში წითელი დროშით გამოსვლამ. ის ხალხი რომელიც გამოვიდა, ის ხალხი რომელიც გამოვიდა, იმ სოციალიზმის მომხრე ხალხია, იმ წყობის მომხრე ხალხია და აი ამ დღევანდელი სისტემის მოწინააღმდეგეა, როცა ხელში ჩაიგდო ყველაფერი ერთმა მუჭმა კაპიტალისტებმა, ბანკირებმა და ბურჟუაზიამ და სისხლის ყოველხამ. ბათაშორის მიხეილ სააკაშვილის დროს თქვენ ჩემო ბატონო დაგიჭერდნენ ამ ყველაფრის გულისთვის და დღევანდელმა კაპიტალიზმმა და დემოკრატიამ მოიტანა ის რომ კანონი არსებობს რომელიც თქვენ გიწევთ და ეგ არის დემოკრატია. ასეცან ხალხზე არა გაქვთ თქვენ დემოკრატია უნდა ითამაშოთ და ჩვენ სარგებლობთ ამით. დაიწყო კითხვით რატო არის 10%. ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ საბჭოთა სიმბოლიკა ამ ქვეყანაში დასჯადია კანონით და ესენი არ ისჯებიან. 2 წელიწადია ამ ქვეყანაში ხელისუფლება არის აბსოლუტურად მიმტევებელი და კოლაბორაციონისტი იმ დამოკიდებულებისა და იმ პროპაგანდის მიმართ, რასაც რუსეთი ანხორციელებს ამ ქვეყანაში. რუსეთი ურტყამს ყველა მიმართულებით. ეს არის შპიონაჟი. თუ ვინმეს გონია დღეს რომ რუსი შპიონები არ მუშაობენ და 2 წელიწადია კაციშვილი არ დაუჭერია. თუ ვინმეს გონია რომ ის პროპაგანდა რომელიც მუშაობს და ტელევიზიები იხსნება, პრესა იხსნება და ამას არაფერი არ უპირისპირდება. მინისტრი რომელიც გამოდიოდა წეღან 2 წელიწადია ითხოვს რომ ამ ქვეყანაში კანონი ოკუპაციის შესახებ შეიცვალოს. აი ეს დამოკიდებულება ხსნის ამას. ამი არის მენტალური დამოკიდებულება ამ ადამიანებისა საბჭოთა კავშირის მიმართ. მაგრამ ვეღარ მოასწრებენ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უკვე წამოვიდა თაობა, რომელსაც არ აქვს ეს მენტალური ბრმა და ერთადერთი რაც დარჩა რუსეთს გააკეთოს, ეს არის პირდაპირი ანექსია და პირდაპირი ინტერვენცია. ამიტომ დავუკაცრავად და მეც ამიტომ ის ყველა გზას იყენებს. ეხლა უკანასკნელი შანსი აქვს, მაქსიმუმ 5-6 წელიწადი, სანამ ის თაობა გადაიბარებს ამ ქვეყანას, რომ ეს სუბიექტები გამოიყენოს იმისათვის, რომ მოამზადოს ნიადაგი. 21 წელსაც ზუსტად ასე ხორციელდებოდა ყველაფერი და 21 წლიდან რუსეთთან ომის შემდეგ დაგვრჩა სულ რამოდენიმე ათეული იუნკერი, რომელსაც მთელი ქვეყანა ტიროდა შავებში ჩაცმული. იმ თაობის გადამკიდე. ძალიან დიდი მადლობა. პოეტ გიორგი საჯაიას ვაძლევ სიტყვას გისმენთ და ბენო გეგეჭკოს თუ შეიძლება უკან გადააწოდეთ თავისუფალი დემოკრატები. დიახ. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის რომ ბოლო წლების გამოცდილება ქალბატონო ვინგა ცხადყო რომ NDA-ის კვლევის შედეგები არც თუ ისე სანდოა საქართველოში. არ გჯერათ რომ 21% უნდა მეცაც გეტყვით მე რომ აქ ახლა ბლის გამოკითხო ჩავატარო დარწმუნებული ვარ ძალიან არასახარბიელო შედეგი სამთავრობოს გამოკითხო თუ ვის ჯერა ამ შედეგებისა დარწმუნებული ვარ ძალიან არასახარბიელო შედეგი დაიდება NDA-ისთვის. საქმე იმაშია რომ თქვენის ნებართვით პრეზიდენტი ძალიან უკლეთ ვიტყვი რა. მე მაინც მგონია რომ ჩვენ საფუძველშივე არასწორად ვაყენებთ საკითხს, როდესაც ვაძლევთ ჩვენ თავს უფლებას, ჩვენ არ თუ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ აი ესეთი კატეგორიული არჩევანის წინაშე ან ევრაზიული კავშირი, ან დასავლეთი. თუ მაინც და მაინც ამ ყველაფერს ჩვენ ვიხილავთ რუსეთის არ არის ახლა საუბარი იმაზე, ძალსაღად მე შემიძლია დანამდვილებით ვთქვა რომ ყველა შევთანხმდებით აბსოლუტურად იმ საკითხზე რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია, მაგრამ თუ მაინც და მაინც ამ ყველაფერს განვიხილავთ ჩვენ იმპერიალიზმის ჭრილში, ჩემთვის პირადად როგორც რიგითი მოქალაქისთვის არანაირი განსხვავება არ არის იგივე რუსული იმპერიალიზმსა და დასავლური იმპერიალიზმის დასავლური ტიპის იმპერიალიზმის შორის. იმდენად რამდენადაც განსხვავება რეალურად არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ერთი იარაღის გამოყენებით ძალადობს ჩემზე, მეორე ძალადობს ეკონომიკური და თქვენ სხვაობას ვერ ხედავთ? რუსულ ძალადობას და ეხლა რასაც ამბობთ დასავლურ პოლიტიკაში. კიდევ უფრო დავკონკრეტდები, ქალბატონო ინგა, მაშინ მე ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობ თავს, როდესაც რომელიღაცა ქვეყნის ელჩი ტიღომში იждდება ის თუ დიდუბეში არ აქვს მნიშვნელობა. პირდაპირ მეუბნება, ვინ უნდა დავნიშნო რომელიღაც ministrat, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა კონდეს ჩემს პრემიერს, ჩემ მიერ არჩეულ პრეზიდენტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე შემიძლია თუ არა მე დავიჭირო დამნაშავეები და აღარ გამოვსწრებ ხა. ეს ჩემთვის პრინციპში არის იმ ჩემი დაკარგული ტერიტორიების ტოლფასი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე სულ მეინტერესებს დამაკარგინებს ვინმე კბილის სიტყვით თუ იარაღის გამოყენება. დიდი მადლობა. რა სიტყვით თქვენ, ბენო? მართლაც საინტერესო თემაა დღეს. მე უბრალოდ მინდა გამოვეხმარო ჟურნალისტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი დემოკრატების წევრებმა რაღაც ამდაგვარი გავიგე. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ცალსახად არ უჭერთ ხარს ევროზეულ კავშირს, ჩვენ ერთადერთი კავშირის მომხრე ვართ, ეს არის ევროკავშირი. რაც შეეხება იმ გამოკითხვების საკითხს, მგონია რომ ემოციური სოლიდარული გაურკვევლობა იყო თავისუფალი დემოკრატებმა ახლა მიცესო. რაც შეეხება თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გამოსვლის შემდეგ, ფაქტია, რომ უფრო გაძლიერდა რაღაც პრორუსული ძალების ხმა, აგერ თოფაძემ ხმალი ამოიღო რუსული ფაქტიურად. ანუ ის რაც თქვენმა ლიდერებმა თავის დროზე, როდესაც გადადგნენ ალასანია, მაია ფაჯიკიძე, ბუკა პეტრიაშვილი, რომ ვექტორი შეიცვალა საგარეო ქვეყნის, თქვენ ამას ეთანხმებით, რომ დღევანდელი რეალობა ამის დასტურია. ხმალი ამოიღო რუსული და აშკარად ამ პროპაგანდას ეწევა. ამოიღო რუსული ხმარი. თოფაძე ხელისუფლებაში ამწუთავს, ხო, ფაქტია, კოალიციაშია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ 56 წელს იგივე ამბავი მოხდა ბუდაპეშტში, 68 წელს იგივე ამბავი იყო პრაღაში, 99-ში 9 აპრილს თბილისში და 91 წელს ეს ყველაფერი მოხდა ვილნიუსში. ამიტომ მე ერთადერთ კითხვას დავსვამ კიდე თუ შეიძლება აუდიტორიასთან და ბატონ დიმიტრის პასუხი უფრო მეტად მაინტერესებს. როდესაც საუბრობთ ესეთ კითხვას, ჯერ თავისთავად არასწორია კითხვა როგორი ფორმულირებითაც დაიცვა და მეორე თუ ჩვენ კოც გაუგოებთ რუსეთს, რა მიიღო იგივე მოლდავეთმა, როდესაც კომუნისტური პარტია მოვიდა სათავეში, მათ რუსული დროშები აფრიალეს და დღესასწაულეთი მეგორი კიდევ უფრო დაშორდა და დღეს ფაქტია სხვა დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი, უპასუხე და მე გადმოვინაცვლებ ხვალ მაგიდასთან კითხვებით, მანამდე ერთი პირდაპირი ჩართვა გვექნება. ჩემი პატივისცემა ბატონ ბენოს კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებდით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჯონ კერი, რომელიც გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, შეცდა როგორც პოლიტიკოსი, როდესაც სოჩში ეახლა პუტინს და სოჩში მათი გენერალური შეხვედრის შემდგომ გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი არის სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. ეს მოხდა სულ რამოდენიმე დღის წინ. უბრალოდ დღის თქმა რომ ჩვენთვის და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგი საჯაიას. არასწორად არის ფორმულირებული შეკითხვა. რუსეთი თუ ევროპა? ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი? ფიქრობთ ეს? არასწორად არის ფორმულირებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველა გზა, ხერხი და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და აუცილებლად გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი ევროპული ოჯახისა. იქნება ეს გარკვეული კომპრომისები, იქნება ეს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ რაც შეიძლება მომავალში უნდა ბატონი გურჯანაძე, ეხლა თუ როგორ გავიგოთ? მოველაპარაკოთ მათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული. უპასუხეთ ბატონო დიმიტრი და მე ჩართვა გვაქვს. გურჯანაძე, ეხლა პუტინს თუ როგორ გავიგოთ? მოდი რა, ცოტა წინ ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში. 90-იან წლებში ერთი სიტყვის გამო როგორ ხოცავდნენ ერთმანეთს. ნუ ხოცავთ რა, რაღაცა, ეხა როგორ ფიქრობთ, ახლობაში ამაკ ისა ჰაერის დამბეროლებს გულისხმობ. ეხლა და თქვა და ეხა დახოცეთ ერთმანეთი რა. რა ვერ გავიგე რა ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბატონმა დიმიტრიმ ხაზი გაუსვა იმას რომ ჯონ კომენტატორად მოხვედით აქ ჯონ პუტინს რა ქვია ლავროვი უფრო მაღალია ვიდრე ჯონ დიდი მადლობა ერთი წუთი სიმჩიკე მე გადმოვდივარ გიორგი გადმოვდივარ მაგიდასთან ზუსტად 2 წუთში ერთი სიტყვით უპასუხეთ ერთი სიტყვით მხოლოდ და გადმოვდივარ მაგიდასთან
მაგიდასთან უბრალოდ ერთი თარგმანი. პირველ რიგში გეტყვით ქალტონო ინგარო, აქ ემოციურ ფონზე არ შეიძლება ესეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. პირდაპირ გასაცემი კითხვა, პირდაპირ გასაცემი პასუხი არ არის ამ კითხვაზე. რატომ? ეხლა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ეს გადაუდებელი მოლაპარაკება შემდგარიყო არა სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ რუსეთში, ქალაქ სოჩში. მაშინ, როდესაც ბატონო ბადრი და გიმეორებთ, უკვე მეორედ ამ შემთხვევაში დაგიკონკრეტებთ. საქართველო არის იმ დიდ რიგში, რომელშიც ცხელწერტილებს შორის ის უკვე აღარ არის იმდენად აქტუალური დასავლეთისთვის, როგორც მაგალითად ავღანეთი, იემენი, ერაყი, სირია, ისლამური საფეხბურთო წარმოებული ძალიან სერიოზული ექსპანსია. დიდი მადლობა უკაცრავად, ეხლა მე მოგცემ. ბატონო ბადრი. მე ბოდიში ბოლო ფრაზას თუ მისვალ კითხვას ბოლო ფრაზა მათქმევინეთ, თუ შეიძლება. საქართველოში ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი პრობლემები ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს და ეს არ არის მარტო ფრთოსანი ფრაზა. ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება რომ იგივე ევროკავშირს და ჩვენ პარტნიორებს მოსთხოვოთ 100,000 ადამიანი გაწყვეტილი. თქვენი მიცვალებულები ჩვენ ვართ ვალდებულნი ოკუპანტს ველაპარაკოთ. როგორ რითი ველაპარაკოთ? როგორ ველაპარაკოთ? უნარი არ გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში რომელ ოკუპანტს ელაპარაკებით? მიკროფონები უნდა გაფიშოთ. პროდიუსერს ხო ერთი წუთი. რა ქვია, პაკლონაა გარაზე და ქეთიხრით ძალიან თოთ. ეხლა თქვენ როგორც ჩანს მარაკში აღარ დაგჭათ არგუმენტები. მარაკში აღარ დაგჭათ არგუმენტები. აღდგენაზე რომ მიდის ლაპარაკი გენერალურ პროკურატურაში დეს 300 ტომი ქართველთა გენოციდზე აფხაზეთში. შემოდებულია და მტვერი ედება. აგიდათ ეს ემოცია. დიდი მადლობა. ძალიან ერთი წუთით უკაცრავად ძალიან თოთ. ეხლავე მე გადმოვდი მთლიანად მაგიდასთან. არა 2003 წლიდან მოყოლებული იყო ეს დიალოგი, ხო? რუსეთი ოკუპანტი მთელი ასე შემდეგ. ამა რამე შედეგი მოიტანა? იქნება არა რას გიწევთ? აბა მეგობარი უწოდოთ როგორ ფიქრობთ? ერთი წუთი. სიმშვიდეს გთხოვთ. ხო საერთო ენას. აღარ ისმის თქვენი ხმა. აღარ ისმის თქვენი ხმა. ბრძანეთ და პირდაპირ ჩართვა გვაქვს და გადავალ მაგიდასთან. ვაკო ხაჟავ ახალგაზრდა პატრიოტი. პირველ რიგში ეს პრობლემა მომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ დღეს ქვეყანაში მომრავლდნენ პრორუსი ჯაშუშები ქვეყანაში და ეს ადამიანები თავისუფლად დადიან ქუჩებში და ეს სწორედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაპატიმრებული ყველანი და ციხეში უნდა იყვნენ გასტობრებული ჯაშუშები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები ფინანსდებიან პირდაპირ მიწოდით მოდის თანხები მიდის ჰიბრიდული ომი ქვეყანაში და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ ყველა მეგობრებო და უნდა დავინახოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც მართლაც ფინანსდებიან რუსული ძალების მიერ და ხვალ შესაძლებელია რომ ზუსტად მოახლოვდეს ის პროცესი ეს ორგანიზაციები. ვიტყვი მაგასაც. ძალიან მოკლედ უნდა თქვა, შეიძლება მივიდეთ იმ ზომამდე, რაც უკრაინაში მოხდა და ზუსტად განმეორდეს ის მაიდანის თემა, რაც მალე გახდება საზოგადოებისთვის ნათელი და არასამთავრობო ორგანიზაციები თუნდაც ევრაზიული კავშირი და ასე შემდეგ. აი ამას უნდა გაამახვილოს უშიშროება ყურადღება ამ ორგანიზაციებს, თორე არც ერთ შემთხვევაში ეს პრობლემა სხვანაირად არ მოგვარდება. ესეთი რეჟიმით უნდა წავიდეთ, ეხლა გვაქვს პირდაპირ ჩართვა, შემდეგ გადავალ მაგიდასთან და შემდეგი ბლოკი მთლიანად ასევე დაეთმობა ჩვენს აუდიტორიას. ერთი ადამიანი მოვიწვიეთ დღეს პირდაპირ ეთერში, ის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი იყო. ირინა სარიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესოა დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ირინა სარიშვილის პასუხები მოვისმინოთ. ქალბატონო ირინა, საღამომშვიდობის ძალიან დიდი მადლობა, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ რას იტყვით? რითი ახსნით იმას, რომ ეხლა აი 10 თუ ისე დიდი ხნის შემდეგ დაიდო კვლევები, რომლის მიხედვითაც 31% ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თუ დავიჯერებთ აი ამ კვლევებს, NDI-ის კვლევებს ამბობს, რომ მას სურს ევრაზიული კავშირი. მე ვერ გავიზიარებ მთლიანად იმას, რომ ხალხმა არ იცის რა არის ევრაზიული კავშირი. რაღაც ნაწილმა სავარაუდოდ არ იცის, მაგრამ ყველა შემთხვევაში ევრაზიული კავშირი დაკავშირებულია ყველასთან, ყველასთვის რუსეთთან. სანამ ჩვენ ამ თემას შევეხებით, მე მინდა ერთი-ორი სიტყვით უბრალოდ აქ ძალიან ბევრ ესეთ ნებათა ხელობას უყურე მთელი ამ ხნის განმავლობაში. ერთ რამეზე მინდა რომ შევთანხმდეთ. არსებობს ისეთი ტერმინები, ეს პროქართული იქნება, ნეიტრალიტეტი იქნება თუ რაც არ უნდა,
იყოს, რომელიც შეიძლება ადამიანას სხვადასხვა მიზნით და მოტივით გამოიყენოს. ანუ წიგნით შეიძლება გახდეს მკვლელობის იარაღი, თუ მას ადამიანს საფეთქელში ჩაარტყამ. სინამდვილეში ის დასაკითხია, ხო? როდესაც ჩვენ კონკრეტული ადამიანები წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით ნეიტრალიტეტზე, ეს ნეიტრალიტეტი სწორედ იმ მიზნით იყო ჩვენთვის თეორიულად მაინც დასაშვები და უფრო კარგი ვარიანტი, რომ აგვერიდებინა თავიდან ტერიტორიული რღვევა, აგვერიდებინა თავიდან შემდეგ ამ ტერიტორიების იურიდიული აღიარება რუსეთის მხრიდან, რაც მოხდა 2008 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ 2008 წელს ეს უკვე მოხდა, ვის არ უნდა დააბრალოს და მე ძალიან დიდ შეცდომად და არასწორად და დანაშაულად მიმაჩნია 2008 წლის მოვლენებში მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება, როგორც არ უნდა გვძულდეს ჩვენ ნაციონალური მოძრაობა, ვისაც ეხება ეს მშვენივრად იცის, არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ კონკრეტული ორგანიზაციების ან ხელისუფლების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. 2008 წლის შემდეგ ინგა ყოველგვარი აზრი დაკარგა ნეიტრალიტეტზე საუბარმა, იქიდან გამომდინარე, რომ ვეღარ ვხედავ მიზანს. ანუ რაღა უნდა მომცეს მე რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, ხა ვინმე სჯერა იმისი, რომ რუსეთმა, რომელმაც თვითონ აღიარა სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, თვითონ აღიარა აფხაზეთი, ხვალ ამ აღიარებულს უკან წაიღებს, გამორიცხულია მშვენივრად აღნიშნა ერთმა SNG-ში როცა შევიდა საქართველო და ამის პროტესტის ნიშნად ჩვენ მაშინ ყველა გადავდექით, SNG-ში შესვლამ არაფრით არ იმოქმედა საქართველოზე კარგად, ასე ვთქვათ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ამიტომ გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა დღეს ვდგავართ ასეთი რეალობის წინაშე. მე საერთოდ დავსვამდი ცოტა სხვანაირად კითხვას, რატომ დაიწყო მაინდა-მაინც დღეს ამ თემაზე საუბარი? პირველ რიგში, აი სანამ ამას შევეხებინ, პირველ რიგში მე ახლა ყველაზე მეტი ყურადღება მივაქციე პატა ზაქარეიშვილის გამოსვლას და მის ადრინდელ გამონათქვამებს. ეს გახლავთ ჩემი აზრით მთავარი პრობლემა სხვა პრობლემებთან ერთად. პატა ზაქარეიშვილს ეკუთვნის გამონათქვამი სახელმწიფო შენება დაიწყება მაშინ, როცა აფხაზეთის აღიარება მოხდება. თინა ხიდაშელს, რომელიც სულ ახლახანს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ეკუთვნის ანალოგიური გამონათქვამები, ამავე შინაარსის დრო რომ არ დავკარგოთ. ერთიც და მეორეც დღეს ცოტა სხვა ტონით, მაშინ როცა უკვე ნამდვილად აღარ არის ამისი დრო, საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი თურმე საქართველოს არ ებრძვის. ვლაპარაკობთ რაღაც ოკუპაციაზე, რაც ზაქარეიშვილმა თქვა და რა შუაშია პუტინი ეტყობა, ოკუპაცია და რაღაცა ეს თემები სადღაც ღრუბლის სახით არსებობს და ადამიანები ამ ყველაფერს არ ქმნიან. და თავარი კიდევ ისე მე არ მახსენდება თინა ხიდაშელი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი ამ დღეებში მე არ დავიწყებ მის დაცვას, მაგრამ მე პირადად არ მახსენდება საერთოდ ამ პარტიას უდევს პროგრამაში სამი ქართული სახელმწიფოს თანაარსებობა. თუ ვინმეს წარმოუდგენია იმ პირობებში, როგორშიც ახლა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, ანუ რუსულ სივრცეში სამი ქართული სახელმწიფოს თანაარსებობა, ეს უნდა იყოს მაშინ ევრაზიული კავშირი, ხო? მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ფაქტორის გამოყენება ხდება რუსეთის მხრიდან, ძალიან ცუდად. კონკრეტულად რა ფაქტორის? აი თქვენ რას მიაწეთ, ქალბატონო ინა, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ძალიან ბევრი დრო და მე სიამოვნებით მოგიწევთ არაერთხელ ამ თემებზე თქვენს ასაუბროთ. თქვენი ანალიზი რა არის? რა არის ფაქტორები, რომლის გამოყენებაც ხდება რუსეთის? ჩემი ანალიზი, იცით რა, მოდით ვილაპარაკოთ დღევანდელ ხელისუფლებაზე, მაშინ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს 3 წელი თითქოს არავის არ ახსოვს, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში, ძველებურად ხდება ისევ ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება ყველაფერში, რაც ამ 3 წლის განმავლობაშიც მოხდა და ბუნებრივია ხალხის გარკვეულ ნაწილს ასოცირება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აქვს მის საგარეო პოლიტიკასთანაც, რომელიც სულ სხვა თემაა და არ ეხება ნამდვილად ნაციონალური მოძრაობის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს პოლიტიკოსების მხრიდან. აი დროშა, რომელსაც ფეხით შედგა ადამიანი, რომელიც არ მოერიდა იმას, რომ საბჭოთა დროშით მისულიყო, ხო, იქ რაღაც გრამაის.
მერე რა რომ ეს დროშა შემოიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ეს ხო ჩვენი სახელმწიფოს დროშა, ანუ რისი თქმა მინდა მასაში აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი პოლიტიკური კულტურა, როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური ოპონენტი სახელმწიფო ინტერესებისგან. ეკონომიკური ფაქტორი ინდა ძალიან მნიშვნელოვანი. მე ახლა არ ვიცი რამდენად ვერ მოხვდა მართლა სამეულში სახელმწიფოებრივ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაგრამ ჩვენ ნუვაშორებთ ერთმანეთს სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას ტერიტორიული მთლიანობისგან. ეს ერთად არის ადამიანებისთვის. ჩვენ დავაკვირდეთ რამდენი კარუსელი დატრიალდა ივანიშვილის ერთი კაცის კერძო ფასიან მთავრობაში ამ ქვეყანას მართავს ყველა წინაწლისგან განსხვავებით არა ხელისუფლება, არამედ კერძო ფასიანი მთავრობა ერთი ადამიანის, რომელიც არ წარმოადგენს დღეს ოფიციალურად არაფერს, ხომ? აი ამ მთავრობაში ინგა კარუსელივით დატრიალდა ძალიან ბევრი მინისტრი, შოქში ჩამგდებები, არა ჩამგდებები და ასე შემდეგ. ეკონომიკურ გუნდს თავის ხადურიანად თუ აღარ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა. არავინ არ კიდევს ხელს. ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი, ინგა, ამას კიდევ ცალკე ჭირდება ანალიზი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კორუფცია. აქ ჩვენ ტოტალურ სიბიყვესთან გვაქვს საქმე თუ შეგნებულ ღალათან ეს მერე გამოძიებამ დაარგინოს. ერთი რამ ფაქტია, რომ დღეს აქ წილებში ჩაჯდომა კი არ ხდება ბიზნესებთან. ბიზნესები საერთოდ აღარ არსებობს, იხურება ყველაფერი და ეს ჩვენი ბრიყვი თუ შეგნებულად მოღალატე მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდება. პრემიებით, ხელფასებით და ასე შემდეგ. მე ინგა უბრალოდ ძალიან გული მწყდება, რომ არ მეძლევა მეტი დრო. ქალბატონო, აქვე დავაანონსებ უახლოეს გადაცემაში პირადად მე სიამოვნები დაგითმობთ უფრო. არავის არ მაჩხუბოთ რა. არა, არავისთან არ გაჩხუბებთ. დიდი მადლობა. მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა და კიდევ ერთხელ აქვე გთავაზობთ უახლოეს გადაცემაში პოლიტიკურ, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის თვის ინტერვიუსთვის მოგიწვევთ. მე გადმოვალ თქვენთან ისევ აუდიტორიასთან, მაგიდასთან უნდა დავბრუნდე. ქალბატონო გურანდა, უკმაყოფილებას გამოთქვამდით, დავიწყებ ახლა თქვენგან. ჩვენი სტუმრების საუბარს უკმაყოფილება, უბრალოდ მე ისიც კი მახსენდება, როდესაც ჩემი ნათესავები სოხუმიდან ვერ მოახერხეს იქიდან გამოსვლა და ჩუსტით, ცალი ჩუსტით მორბოდა ერთი, უამრავი ნათესავი დარჩა იქ, დაიღუპა, სახლები დაკარგეს, ყველაფერი დაკარგეს, ყველაფერი აბსოლუტურად და ახალი ცხოვრება დაიწყეს ეხლა აქ, თბილისში. და როგორ არ უნდა მიგვეღო? არა. რას ვამბობ, იცი მე რას ვამბობ? დღეს ხო არ არის იმაზე ლაპარაკი. ლაპარაკი იმაზეა, რომ ვიღაცას მოენატრა რუსეთი. ამაზე გაგიჟდა ყველა. რატო მოენატრა და რატო აიწია რეიტინგმა? მე მაგას არ ვამბობ, არა. არავის არ მოენატრა, ეგ ზღაპარია. არ გჯერა თქვენ რომ არა, მე მაგას არ გეუბნები, რომ მოიმატა რეიტინგმა, ალბათ შეიძლება, რატო არ შეიძლება? იყიდეს, ფული მისეს გაჭირდა. არა მგონია, საყვარელო, ფულს აძლევენ მაშინ, როდესაც მიტინგებს აწყობენ ზოგიერთი. არა, გასაგები. დაასრულეთ ქალბატონო. არა. იცი რა, ჩემო საყვარელო? თუ პოლიტიკაზე გინდოდათ ლაპარაკი, არ უნდა დაგეძახე მე. არა. 2 საათი მე აქ ვიჯდე, საქმე მაქვს და მილიონის საქმე მაქვს და გავაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ხალხისთვის საჭიროა. ჩვენ მატარებლით წავედით. მე მარტო ყუილად კი არ ვამბობ მაგას. ჩვენ კინაღამ დავიღუპეთ. ქალები, მარტო ქალები წავედით იქ, რომ ვითომ გაგვეჩერებინა თეთრი მანდილით, ხო? კეთიდოლიძის მეთაურობით. კი, თქვენ გეცინებათ. მაგრამ იცით რა, თქვენ კაცი ხართ და უნდა იცოდეთ, რომ ქალი როცა ლაპარაკობს, მას ძალიან გაუჭირდა იქ. ჩვენ ყველას გაგვიჭირდა იქ, ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ, ქალებიც წამოვიყვანეთ იქედან და ბავშვები, ჭუჭყიანი ბავშვები, რომელსაც აი ესე აფარებდნენ, აი ესე ყრიდან თურმე ამ ბავშვებს პირდაპირ იმაში დაქვია, ისინი კალოძის გაქჩორდება მაწერე. ჭა. ხო ესე იყო და ის ჩვენ ქალებმა კი გავიმარჯვეთ და წამოვედით უკან. იმით გავიმარჯვეთ, რომ რაღაცა გავაღვიძეთ ხალხში. რომ უნდა იომო და ეს და გააჩერო ეს, შეაჩერო ეს საშინელი დანაშაული, რომელიც მოხდა
სოხუმში. მადლობა ქალბატონო გურანდა. გისმენთ, უნდა დავიწყოთ თქვენი მოსმენა თითოეული თქვენ საერთოდ ინგა, როდესაც რამეს აკეთებთ და იბარებთ მსახიობებს, უნდა იცოდეთ, რომ მსახიობს სხვა აზრი აქვს ყველაფერზე. და ამიტომ ხარ თქვენ ჩვენი გადაცემის სტუმარი. იცით რატომ ხართ კიდევ ჩვენი გადაცემის სტუმარი? თუ საჭიროა, მაშინ დავაკონკრეტებ. ნომერი პირველი, თქვენ ახლა საუბრობთ თეთრი მანდილის შესახებ. როდესაც ის ხდებოდა, არა, უკაცრავად, ამის გასახსენებლადაც ხართ. როდესაც ის ხდებოდა, რაც ხდებოდა, როცა ჩადიოდით და გურანდა გაბუნია, სწორედ ამიტომაც დღეს საინტერესო, სწორედ იყო ეს პოლიტიკის ნაწილი და სწორედ ამითიც ხართ საინტერესო. და ამის გარდა ჩვენ აქ სპეციალურად არ მოგვიყვანია სულ პოლიტიკოსები. ეს არის საზოგადოება, სხვადასხვა წარმომადგენლების საზოგადოების, რომელთა აზრი გვაინტერესებს და თქვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკაზე სალაპარაკოთ არაო. ეს იყო პოლიტიკა, ხო, თეთრი მანდილი. აი ეხლა რასაც თქვენ იხსენებთ, ეს ხო არ იცოდა ბევრმა შეიძლება ახალგაზრდა. არა მგონია. ამიტომაც ხართ. იცის, იმიტომ რომ არა, რა არის იცი? მადლობთ, გენაცვალე, მადლობთ. და იცი რა? გული მწყდება იმაზე, რომ ხალხმა არ იცის, რომ რუსული ენა უნდა იცოდენ. აუცილებლად, იმიტომ რომ ისეთი პოეტები, ისეთი მწერლები არ მიპასუხოთ. არა, დარბას ვერ მივცემ სიტყვას, ძალიან გთხოვთ, მოგცემთ, შემდეგ უნდა მომისმინეთ? უნდა იცოდნენ ყველა დრამატურგი, პოეტი, მწერალი, რომლებმაც დაწერეს გენიალური ნაწარმოებები და არიცი ცვეტაევა, არიცი ბუნინი, არიცი გუმილოვი, ეს ტრაგედია, ჩემთვის დიდი ტრაგედია. ყველა უნდა იცოდეთ, ყველა. ნუ აქნებთ ხელებს ბატონო, ნუ აქნებთ. დანტე ახსენეთ, ბალზაკი ახსენეთ, გოეთი ახსენეთ. კი ბატონო, მაგრამ მე მინდა რომ ყველასთან კი. აილია, მარტო პუშკინი და ლერმონტოვი და ტოლსტოი არსებობს. მე ვამბობ რუსეთზე, იმიტომ რომ რუსეთზე იყო პასუხი. ამან თქვა რუსეთზე, როდესაც იქნება მოინდომებენ წასვლას გერმანიაში, ამერიკაში, მერე იტალიაში, საფრანგეთში ვილაპარაკებ იმაზე. მადლობა. აუცილებლად. დიდი მადლობა. ისე ბურვილთან მაქვს სურათი გადაღებული. დიდი მადლობა. გისმენთ ქალბატონო მაია. ეხლა ჩვენ უნდა გადავანაწილოთ, გვაქვს რეკლამამდე ზუსტად 15 დრო და თქვენ შორის და შემდეგ გადავდივარ აუდიტორიას. ორ-ორი წუთი გისმენთ. კარგით, მარტო ორი სიტყვა ქალბატონო გურანდა, ოღონდ არ მიპასუხოთ, იმიტომ რომ ჩემი დრო რო არ წავიდეს. გუბილოვიც ვიცი, ახმატოვაც ვიცი, ბალმონტიც ვიცი, ბულგაკოვიც, მაგრამ ზუსტად იმავე აზრის ვარ, რა აზრისაც შეიძლება იყოს უბრალოდ ნებისმიერი, როცა იცის და ეს ნებისმიერი პატრიოტი გლეხი კაცი, რომელსაც არ იცის ბალმონტი და ცვეტაევა და ახმატოვა, მაგრამ იცის ერთი რამ, რომ ის კი ბატონო, რომ ისი სამშობლო, არა, წყალგამყოფი აქ არ გადის, რომ ისი სამშობლოს უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი ეროვნების ოკუპანტისგან და ჩვენ ოკუპანტი ყავს მხოლოდ ერთი. აუცილებლად დამთავრებული ამავე. ამაზე ვთანხმდებით. ეს უკვე კარგია. ეხლა თუ შეიძლება გადავალ გადადი სადაც მინდა. მადლობა. იცურავე. თავარზე მინდა გავაკეთო აქცენტი, რის გამოც ჩვენ პრინციპში ინგამ დაგვპატიჟა ამ გადაცემაში. თავარი აქ არის აი ამ გამოკითხვის შედეგები და რა მოხდა, რატო მოხდა, რომ აი ამ 2 წელიწადში არა თუ არ ვთქვი 2 წელიწადში ასეთი მატება ხდება. პირდაპირ მივდივართ, ძალიან მარტივია, არაფერი ამაში ახალი არ არის და კიდევ მე 1001 ვიქნები, რომელიც გაიმეორებს ამას, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არის შხელოვნურად და გეგმაზომიერად შექმნილი, ეს არის პირდაპირი შედეგი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისა. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკის, რომელ პოლიტიკასაც ატარებს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი სრულიად უუნარო, აბსოლუტურად კასტრირებული პოლიტიკურად და მორალურად კაბინეტი. ამიტომ არა, ახლა ბიძინაზე მე არ შემიძლია მაგის მოსმენა, მე ბიძინასთან ვარ მიმართ. მეგობრობ, ბატონი ბიძინასთან არა, კი არ მეგობრობ, არ მეგობრობ. არ მეგობრობ, კარგი, გასაგებია. ამიტომ დავებ გადაცემას, რომ ივანიშვილზე არ შეგიძლია. კი, არ მინდა მოვისმინო. არ მინდა, ხო შეიძლება მაპატიო. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა, ქალბატონო გურანდა დატო ოზარბაზე. დიდი მადლობა. კარგად ძანდებოდეთ. მასე გურანდა გაბუნია თქვა, რომ მას არ სურს მოისმინოს ბიძინა ივანიშვილზე გამოთქმული აქვე. დიდი მადლობა ქალბატონო გურანდა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. თიაჩი მოგზანდით. ნახვამდის, კარგად ძანდებოდეთ. უცბად ნახევარი წუთი დარჩა ქალბატონო მაია. ნებისმიერ სფეროს, რა სფეროსაც არ უნდა გადავხედოთ, დაწყებული საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, სამხედრო სფერო, აბსოლუტური ფინანსები, ყველა სფეროში
არის აბსოლუტური უკუსლა კი არა და ამან გამოიწვია, ამოიწურა ჩვენი. ამიტომ თავარს ვიტყვი რა ხან ეს ცოტა რომ ძალიან დიდი ხნის წინ არა ჩვენს მიერ მოგონილი არსებული მეთოდი არსებობს. რაც უფრო ღარიბია საზოგადოება, მით უფრო იოლია მისი მართვა. დიდი მადლობა. დამშია საზოგადოება, რომ მე 5 მანეძეც თანახმა იყოს რუს კი არა, ეშმაკს მიყიდის უ. ამაზეა გაკლა, იმიტომ რომ ცოტნე დადიანები, მაია წნეწელები და დემეტრე თავდადებულები ერთეულები არიან და მასას ვერ მოთხო. მადლობა. გმირი ყველა ვერ იქნება. დიდი მადლობა. მოდი შევკაცო, ქალბატონ გურანდას ქონდა ამდენი დრო თავისი პირადი ემოციების ქალბატონო მაია, ძალიან ხო შეიძლება. გმირობას ყველას ვერ მოსთხო. არის ხალხი, ვინც ბუნებრივად დააყენებს თავის მატერიალურ კუჭის ინტერესს უზენაეს ინტერესზე მაღლა. რა არის უზენაესი ინტერესი? უზენაესი ინტერესი არის შენი სამშობლო. მადლობა. ამიტომ დამშიე რომ მე საკუთარი ფეხით შევა ესენგეში სადაც უნდა. ძალიან დიდი მადლობა. მხოლოდ ღარიბი საზოგადოების შეიძლება და ამ თავრობის თავარი მიზანი ზუსტად ეს იყო. ქალბატონო მაია. საზოგადოება დაიმშეს, რომ მე საკუთარი ფეხით შეცვლიდეს. არა, უკაცრავად ესე არ შეიძლება. გადაცემას აქვს თავისი ქრონომეტრაჟი. გიორგი მიქანაძეს ვაძლევ 2 წუთს. შემდეგ გადმოდივარ აქეთ და ძიმას და ბოლო ნაწილი მთლიანად აუდიტორიას დაეთმობა. აი, ციმი ცოტა სხვა კონტექსტში წავიყვან ახლა საუბარს იმ საკითხზე, რაზეც შევიკრიბეთ. ანუ ჩვენ ყოველთვის თითოეული ადამიანი რო დაუკვირდეს ჩვენ თავს ვაკეთებთ რას? პრობლემას გამოსავალს ვხედავთ, პრობლემას ვხედავთ ყოველთვის სხვაში და გამოსავალსაც ვხედავთ ყოველთვის შუაში. შესაბამისად, ჩვენი ესე რომ ვთქვა, საზოგადოების აზრი, რომელიც აი ამ წევრებისგან შედგება, ასე უყურებენ ამ საკითხს. გამოსავალი არის ამ პრობლემა რუსეთში, ასევე გამოსავალი ამ პრობლემა არის ევროპაში. არც ერთში არ არის გამოსავალი და არც პრობლემა. ყველაფერი არის ჩვენში. ბალტიისპირეთის ქვეყნები რო შევიდა ევროკავშირში, მასიურად უჩივიან ქვეყანაში მუშა ხელი ახალგაზრდების და ინტელექტუალური ნაწილი მთლიანად გადის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. უჩივიან სერიოზულ პრობლემებს საფრთხეებთან დაკავშირებით, შობადობის პრობლემა ასე შემდეგ. მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, მაგრამ აქეთ გადმოვიდეთ და არის სამხრეთ კორეა, რომელიც ყვავის, ხო, განვითარებულია, წინწასულია. არც ევროკავშირშია, არც ევრაზიულ კავშირში, არც რუსეთში ასად არ არის. ანუ თუ ჩვენ გავაკეთებთ ალტერნატივას, მოვძებნით კეთილგონივრულ ენას, მე მინდა გითხრათ ისე, აი დავუშვათ ოკუპანტს რო ეძახი, სიტყვაზე ვიძახი, გააკეთა ოკუპირება, მაგრამ დიპლომატიური ენით საუბრობს მთელი სოფლიო. გერმანია ესაუბრება რუსეთს დიპლომატიურ ენაზე. 42 მოდი რა ეს კაცსა რო კონფლიქტირებული აქვს ტერიტორია. ბაბაია ეძახა შევანაძე. ბაბაიას ნუ ეძახი, ბაბაიას ნუ ეძახი. ბაბაიას ნუ ეძახი. შეშფოთებას გამოხატავენ. არა, კონკრეტულად გეუბნები რომ არის კეთილგონივრული პოლიტიკა მოსაძებნის ხელისუფალთა მხრიდან და ჩვენ საზოგადოებამ, ხო? ჩვენ სფეროში და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ხო? აზრიც გამოხატოთ კომპეტენტური და კორექტულობის ფარგლებში და ვაკეთოთ სხვა კონკრეტულად რა უნდა ვთქვა? კონკრეტულად გეუბნები რომ არ უნდა ვლანძღოთ, არ უნდა ვაგინოთ და ვთქვა რომ დიპლომატიის ენა მეტი არ. დიდი მადლობა. გიორგი მიქანაძის აზრი მოვისმენთ, მუხრან გისმენთ, შემდეგ ბატონი დიმიტრი და ხათუნა ლაგაძე. ბატონი მაიას სიტყვას გავაგრძელებდი, ბრიტანელებს აქვთ, მათ ხო არივე იქნება ამომრჩეველი და პირველ რიგში ეს ყველაფერი არის შედეგი სწორედ ჩვენი ხელისუფლების ანტიქართული პოლიტიკისა, მიზანმიმართულად შემოპატიჟება რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიებისა, რომლებიც აკრძალულია უმრავლეს ევროპულ მომსმენელზე. თუ ჩვენ ხედავთ ევროპული ორიენტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაკავება ხდება სტიკერების გაკვრაზე, თუმცა სახელმწიფო სიმბოლიკის განადგურებაზე და აკრძალული სწორედ მინდა გაუსვა ხაზი რომ კანონით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკის ფრიალის გამო არავინ იქნა დაკავებული. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს ამაზე, მაგრამ ეს არის სწორედ რომ სწორედ ხელისუფლება ზრუნავს იმაზე რომ სახელმწიფოს გამოეცალა ეკონომიკური პაკეტები. საერთოდ ეკონომიკა ჩამოშლილია მეგობრებო და დამშეული კაცი სახელმწიფოს გეოპოლიტიკაზე და სახელმწიფოს მდგრად განვითარებაზე ნამდვილად ვერ იზრუნებს და ამიტომაც გახდა პრიორიტეტული ჭამა, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნა. ერთი რამე მინდა ვიცოდეთ, ერთი რამე მინდა ჩვენმა მსმენელმა იცოდეს, რომ ლოგიკური კითხვა, გიორგი მიქანაძე. რა უნდა გაჭამოს თვითონ რუსეთშია ჭამა, აი ძალიან ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდეს. არა, სერიოზულად ვიძახი, კაცო. შესაჯამებელი
ადამიანებზე რომელიც ამას რომ ლაპარაკი და მოსმენა უნდა ვისმოიტანო. კომენტატორი ხათოს ამხარი გულებს გისმეს. ნახე თქვენ რუსეთის ჭამა გიხურებს უბრალო ადამიანი. მოკალაგეები და უთხრა და ლოგიკა ჩართეთ მაშინ. უნდა ვაცადოთ გიორგი ძალიან. ჩვენს მოკალაგეებს მინდა უთხრა სწორედ იმ ადამიანებს, რომელთაც ევრაზიულ კავშირს დაუჭირეს მხარი, რომ სწორედ რუსეთთან ერთად საქართველოს კარგავს საკუთარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას. სწორედ რუსეთთან ერთად ჩვენ ვერანაირად ვერ გავხდებით გლობალური ეკონომიკის ნაწილი. სწორედ რუსეთთან ერთად ჩვენ ვერანაირად ვერ მივღწევთ დემოკრატიას და ჩვენ ერთ რამეს ვხედავთ. ჩვენს თვალწინ ჟლეტენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ჩვენს თვალწინ IT კრიმინალის დონემ, ჩვენს თვალწინ იდევნება თავისუფალი აზრი, სიტყვის თავისუფლება. სწორედ ეს არის რუსეთი. გნებავთ, გაგაბარდით. არ გვიდა მე აი ამას ვამბობ, მეტი კეთილი. ჩვენი ხალხის არჩევას აღარ გვიდა ძალიან კონსტატირებას რა ხდება გამოაქვს თქვი ქვეყნის გრადი განვითარების. არა, ვეღარ მოგცემ დროს. რეკლამაა და ორი სტუმარი არის, რომელსაც უნდა გადაუნაწილო. აი ამ ფაქტის კონსტატირება რას გაძლევთ? სახელმწიფოებრივ დონეზე აი ამ ფაქტების კონსტატირება რას გაძლევთ? საერთაშორისო მასალებზე ის რომ ანტიქართული ხელისუფლება მყავს, ამას აქვს ერთადერთი ალტერნატივა. ეს არის ვადამდელი არჩევანი. იმიტომ რომ არა, ვეღარ მოგცემ. ხეს გამომპალი, ხე ვერ გამოიბავს კეთილ ნაყოფს და ვერც ერთი მთავრობა ვერ იქნება. რეკლამამდე იმედია მოვასწრებ და შეიძლება ხათუნას უკვე რეკლამის შემდეგ მოუწიოს. ბატონო დიმიტრი, თქვით? გალდონო ინგა, პირველ რიგში ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ინდიამ გადმოგვიგდო რაღაც სახრავი ძვალი და ერთმანეთს ხოცავთ ახლა. ჩვენ აი იმ სტატისტიკური მონაცემების გამო, რომელსაც სარწმუნოდ არ მიიჩნევს, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ სტრატეგიული მიმართულების კვლევებზე მონოპოლია არ უნდა ქონდეს უცხო სახელმწიფოში, მით უმეტეს უცხო სახელმწიფოს წამყვანი პოლიტიკური ძალის მიერ დაფუძნებულ სამთავრობო ორგანიზაციებში. გამოცდით ჩემს მოთმინებას, გთხოვთ მომისმინოთ და მე გისმენდით. არ გაწოდეთ. სტრატეგიულ ობიექტებს შეეხოს. არ შეიძლება NDI, რომელიც გახლავთ სამთავრობო ორგანიზაცია და დემოკრატიული პარტიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, მუდმივად აქვეყნებდეს ქვეყანაში ყველაზე უფრო სტრატეგიული მიმართულებით კონკრეტული კვლევის შედეგებს და ეს მერე ხდებოდეს აქ რაღაცა დოგმატური ჭეშმარიტება, არ ჭეშმარიტების ცნობა, არ ცნობის საკითხის განხილვა. რატო? გორში. მით უმეტეს პარადინახის როდესაც 26 მაისს ჩვენ ერთ სამართლებრივ ხელისუფლება დააფინანსეს სულ რამდენიმე პარტია ქართული ოცნება და ბურჯანაძის ხო რომელიც აფინანსებს პირდაპირ აი ამ რუს აქტივისტებს და ქართული მაცადეთ და მე მოგისმენთ რამე არის საბობილ გოში აი ეს არის ჩვენი ხელისუფლება არა გაბატონო მაია ძალიან ლიდერმა ნინო ბურჯანაძე გაცნობეოდით რატო აწყვეტილებო და მე დაბალი ხობებია ბატონო მაია დაბალი ხობებია არ არის ხალხი გამოაცხადა და თქვენი პატივისცემი საუბრის ძალიან ხო ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ყველა სტუმრის მიმართ რომელსაც ვიცემ ხოლმე მომიწევს ახლა ძალიან უხეშად თქვენ მორალური არ გაფისაუბრეთ გავიგეთ თქვენი პოზიცია გავიგეთ თქვენი პოზიცია მუხრან გავიგეთ თქვენი პოზიცია ბატონი დიმიტრი დაასრულებს თავის სათქმელს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ თავი ხელში აიყვანოთ და მათქმევინოთ. იმიტომ რომ სხვა მათულებით ვსაუბრობ. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, აი ამ კონტექსტში, რასაც კვლევის წარმოებელი ორგანიზაციები ეწოდება, არის უშუალოდ კვლევის შემსრულებელი ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დღეს აი ამ წუთებში იმყოფება საქართველოს პარლამენტის უმცირესობის რიგებში. ბატონი ლევან თახნიშვილი. რამდენად შეიძლება სარწმუნო იყოს იმ ტენდენციებთან დაკავშირებული აქცენტები, რომელსაც პირდაპირ ლობირებენ ის ორგანიზაციები, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ მათ შორის აირაის დირექტორი შაშკინი, თავდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, ციხეების მინისტრი, ქალბატონი თინათინ ბოკუჩავა, ერთ-ერთი ლიდერი NDI-ის, რომელიც არის უმცირესობის წევრი და აქტიური წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის. ძალიან შუაშია. ძალიან შუაშია. ძალიან შუაშია. მე ხა ვაკეთებ განცხადებას. მე ვაკეთებ განცხადებას. ხალხაცეთი ნაგებობები თბილისის უკაცრავად არის მიტოვებული. ბატონო ორ წელია გვესმის რომ ქართულ ჯარს აწუხებს დია. აი ეს ბატონო ინგა ფსიქოთი უნდა მიიღოთ ხოლმე რა. საერთოდ როცა მოგხავთ სტუმარს და მოხავთ ფსიქოთ. მოიყვანოს და გვანახოს. დაასრულე ძალიან მიუღებელია ჩემთვის. ყველანაირად მიუღებელია. გავაკეთო განცხადება. ჩემი ხალხისთვის არის მიუღებელი. ხალხის სახელით ვილაპარაკებ ძალიან გთხოვთ ვაცადოთ ბატონო ინგა გავაკეთო განცხადება. გააკეთე და რეკლამის როა ქვეყანაში არის ძალიან სერიოზულად შემაშფოთებელი ვითარება შექმნილი. ქვეყანა მიემართება გარკვეული დაჩქარებული ტემპებით იმ ინტეგრაციული პროცესებისკენ, რომლის დროსაც არ არის გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის
მნიშვნელოვანი ასპექტი და ამ შემთხვევაში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, როგორც ეროვნული ღირებულებების დამცველი პოლიტიკური პარტია, უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად დავაკვირდებით იმ პოლიტიკურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც საფუძველი ჩაეყარა ნეოლიბერალური ძალების გაერთიანებას, მას შემდეგ რაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერები გადმონაწილდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მას შემდეგ რაც რესპუბლიკური პარტიის თავისუფალი დემოკრატების ჩვენი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აქცენტები, რომელიც გამოიხატა NDI-ის კვლევებში, ცალსახად ცხადყოფს, რომ იქნება ახალი ნეოლიბერალური შეიძლება ეს არ არის ვიღაცისთვის ცუდი, მაგრამ თუ კი ეს ეხება ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის დაკანონებას, თუნდაც ევროინტეგრაციის ან ნატოში ინტეგრაციის ფასად, მაშინ ეს ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, ჩვენთვის პოლიტიკური პარტიისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. პოლიტიკური ძალა, რომელიც მობილიზებს ქვეყნის შეყვანას ნებისმიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში. ეს არის დემაგოგია. ხალხს წამლავთ ეხლა. ეს არის ბოროტების ძალა, ბოროტების გამოვლენა. დიდი მადლობა. ზუსტად 2 წუთი გვაქვს დარჩენილი. ხათუნას ვაძლევს სიტყვას. ბატონო ხათუნა ლაგაზიძეს ვაძლევს სიტყვას, მაგიდასთან ბოლო შეჯამებისთვის ხათუნა ისმენ. ხალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ. 2 წუთი თუ არ მეყოფა დავრჩები გასამებრები. ვერ მოგცემთ მე. ხალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ. ხალბატონო მაია, ძალიან თქვენმა ლიდერმა შეუძლებელია. ეს არ არის არც მაყურებლის პატივისცემა, ეს არ არის არც გადაცემის პატივისცემა, ეს არ არის არც ოპონენტის პატივისცემა. ეს ჩემი აზრია. თუ გაინტერესებთ, თუ კი თქვენა ყველა სტუმარი, რომელიც მაგიდის გარშემო მოისხედეთ, ერთმანეთს ეუბნებოდით, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ, მაშინ ალბათ ამ ტონალობაში არ უნდა ვისაუბროთ, ხო? ხათუნას ყველა ვარიანტში რეკლამის შემდეგ მივცემ სიტყვას, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რა უფრო მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ სხვა საკითხი. ამ წუთისთვის 15,000-ზე მეტი ზარი არის შემოსული, 9442 ზარის ავტორი ამბობს, რომ მისთვის პირველხარისხოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 5370 ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სხვა საკითხს პასუხ 374 ზარი. რამდენიმე წუთში უკვე აუდიტორიის რეაქციით ბრუნდებით, დაგველოდეთ. მაშასე გადაცემის ბოლო ბლოკით ვარ პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მინდა რომ ვიდრე ექსპერტთან ერთად შევაჯამებ და ახლობებით დღევანდელ გადაცემას, მოусმინოთ ჩვენს აუდიტორიას. თქვენი მოსაზრება როგორი არის? რა სიტყვით თქვენ? რატომ მოხდა ისე, რომ სამეულში არ აღმოჩნდა ტერიტორიული მთლიანობა? ეს საკითხი ამ NDI-ის კვლევებში და რატომ მოხდა ისე, რომ 31% გამოკითხული ადამიანების ამბობს, რომ მას უნდა ევრაზიული კავშირი? რა არის ეს? რა ტენდენცია? მოგესალმებით პირველ რიგში, მე ახლა ორთოთა გრიგორია. პირველ რიგში მას უნდა შევეხოთ, რომ პრინციპში ახსენა კიდევ პატრონ პაატა ზაქარიაშვილმა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ძალიან ხშირად ყოფილა, როდესაც რეიტინგებში მეორე, მესამე, მეოთხე, მეშვიდე ადგილას ყოფილა ბავშვთა იგივე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ პრიორიტეტულია ის სოციალ-ეკონომიკური საკითხები, რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც უფრო მნიშვნელოვნად მიმოჩნია ჩემი აზრით, აქ გარკვეულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, თვითონ NDI-ის ქართული ოფისის წარმომადგენელმა ახსენა, რომ გარკვეული დაბნეულობა იყო კიდევაც რესპონდენტებს შორისაც საუბარი იყო ევრაზიის კავშირსა და ევროკავშირზე, ნეტამ სიტყვები ერთმანეთს ძალიან გვანან და შესაძლოა გამომდინარე აქედან შედეგი არ იყოს ისეთი, როგორიც დაუშვათ რეალობაში ასახავდეს და საბოლოო ჯამში მეც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს დაბნეულობა შეიტანა და ეს ციფრი ჩემი აზრით არ ასახავს რეალობას. აქ მეორე საკითხია, ან პრინციპულად საკითხის დაყენება ასე რომ დაუშვათ 31% აუცილებლად ევრაზიის კავშირი ახან ახსენა პრორუსულია, არასწორად მიმაჩნია, ვინაიდან აქ გაუგებრობასთან ერთად არის კიდევ სხვა მომენტი, აქ რო ყოფილიყო რუსეთი დაუშვათ ევრაზიის კავშირის მაგალითად, აბსოლუტურად სხვა ციფრი დაჯდებოდა და ამდენი კამათის და ჩხუბის საგანი არ გახდებოდა ეს საკითხი. ანუ არა ინფორმირებულობა, თქვენ ფიქრობთ, მე ვფიქრობ, რომ ინფორმირებულობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და მათ შორის მედიას თქვენ განსაკუთრებით. დიდი მადლობა. დღევანდელი გადაცემაც ნამდვილად ამას ეძღვნება. გისმენთ თქვენ რა სიტყვით ბოლო რეპლიკებით? გიორგი, გისმენთ. საუბარი იყო იმაზე, რომ
კერი ახლა პუტინს საუბარი იყო იმაზე რომ ბურჯანაძე ეახლა პუტინსო პირველ რიგში ვიტყვი რომ შესანიშნავი ქართული სიტყვა ეახლა ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე და ძალიან შესაფერისი პოლიტიკისთვის და რეალურად მე მინდა შევახსენო თავის საზოგადოებას რომ სააკაშვილი 2003 წელს პირველი იყო პუტინი ვისაც ეახლა მაშინაც ტერიტორია იყო ოკუპირებული მაშინაც რუსული ჯარი იდგა საქართველოში იმიტომ რომ ეს არის სწორი პოლიტიკა ეს მაშინ ჯერ კიდევ იყო ქვეყანაში პრაგმატული პოლიტიკის ნიშნები ასეთი უკიდურესად დაძაბული სიტუაცია დასავლეთს და თუნდაც რუსეთს შორის ჯერ არ ყოფილა საქმე იმაში რომ აი ამ ფონზეც კი ჩადის კერი სოჩიაში ჩადის მერკელი მოსკოვში ერთად ჩადიან ჰოლანდი და ქალბატონი მერკელი არა თვითონ სიტყვა მძიმას ნათქვამმა გამოიწვია ის კითხვა ანუ ეახლა კერი და ეახლა თუ არა ნინო ბურჯანაძე რეალობა არის ასეთი რომ ერთად ჩაბრძანდნენ მინსკში იმ ფორმატი იმ ადამიანის მიერ შემოთავაზებული ფორმატში სასაუბროთ რომელსაც ცოტა ხნის წინ დასავლეთი დიქტატორს ეძახდა გამომდინარე იქიდან რომ ეს არის პრაგმატი ეს არის სწორი პოლიტიკა ეს არის ის პოლიტიკა დამაბატი დავამთავრებ რომელსაც ძალიან მოკლედ ვიტყვი რომელიც გამომდინარეობს საკუთარი ინტერესებიდან ქვეყნის ინტერესებიდან ჩვენი მთავარი პრობლემა არის რომ არასდროს არ გამომდინარეობს ჩვენი დიდი მადლობა გიორგი ყოველთვის ვიღაცის ასვით ძალიან მოკლედ უნდა ბრძანოთ მართალია პირველი სააკაშვილი როდესაც გახდა პრეზიდენტი პირველად იახლა პუტინს მიხეილ სააკაშვილი დღესაც რომ საჭირო გახდეს და თუ აუცილებლობა მოითხოვს დღესაც იახლება პუტინს მოსკოვში ოღონდ ეს უნდა იყოს ქვეყნისთვის სასარგებლოდ და ქვეყნისთვის სასარგებლოდ ის ყველაფერს გააკეთებს იახლება კიდეც და უფრო მეცაც კარგით აღარ ისმის თქვენი ხმა მადლობა დიდი მადლობა ბატონო ბადრი ძალიან მოკლე რეპლიკა უკან გადააწოდეთ თუ შეიძლება ძალიან რამოდენიმე წამს საქართველოს აი ჩვენთვის ახლა გასაგებად აი პირველ რიგში დიდი მადლობა ქალბატონო ინგა თქვენ იმიტომ რომ თქვენმა ინტერაქტივმა გასცა პასუხი ზუსტად ინდიაის კვლევებს რომ რეალურად ეს ორგანიზაცია საერთოდ არაკომპეტენტურია რეალურად მეორე ადგილზე გავიდა ახლა ხო დღევანდელ ქონდა ესე დაყენებული ან სხვა ჩამონათვა ჩვენ გავაერთიანეთ იმიტომ რომ რეალობიდან გამომდინარე და იქნებ მათაც შევთავაზოთ რომ მათაც დააყენონ რეალურად საკითხები ისე როგორც საჭიროა ახლა რაც შეეხება ევროპასა და რუსეთს შორის ძალიან პატარა განსხვავებას ვიტყვით 15 ივნისის საქმე რომელზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია აქაც იყო სტრასბურგმა დადო დასკვნა რომ რეალურად სისტემამ განახორციელა ჩვენს მიმართ ძალადობა მე გეტყვით რომ რუსეთში მაშინდელი სისტემის წარმომადგენელი გივი თარგამაძე თუნდაც ჩაირბენდა მოსკოვის სასამართლო რომ ყოფილიყო და ისე მოაგვარებდა იქ საკითხებს როგორც მაშინდელ მთავრობას აწყობდა ეს განსხვავება ევროპულ სამართალსა და რუსულ სამართალს შორის და ძალიან მცირედ დავამატებ რატომ რომ ამ ბოლო პერიოდში ეროვნული მოძრაობის წევრები ვახსენეთ ქალბატონი ირინა სარიშვილი ირაკლი წერეთელი სადღაც გაცოცხლდნენ უცებ და ნაციონალები მათი მეტად არიან იმ არალეგიტიმურმა ზრებმა დღეს რომ დემოკრატის სახეებით რომ გამოდიან იმ არალეგიტიმურმა ქმედებებმა გადატრიალების შემდეგ შევარდნაძის ჩამოყვანამ შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მის უნებებს აყოლილმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა მიიყვანა 2008 წელს ეს სააკაშვილის კოალიციაში ბევრი იყო ის ვინც დღეს ხელისუფლებაშია ობიექტურობის შესრულდა გასაგებია და საერთო სისტემა მოქმედებდა მაშინ და მაგას ვსაუბრობ რომ რეალურად არალეგიტიმურობა იწვევს დღევანდელ სიტუაციას რაც მივიღეთ დღეს და ჩვენ უნდა ვისაუბროთ 2008 წლიდან 2008 წელს ვინ მიგიყვანა ამ მდგომარეობაში კარგი, ჩვენ დრო აღარ გვაქვს ამაზე სასაუბრო, თავისუფალ დემოკრატებს უსმენთ, შემდეგ აქეთ მიკროფონი, აქეთ და გადავდივარ ხათუნასთან, გისმენთ. ცოტა ხმა მაღლა თუ შეიძლება. ინგა მე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება ჩემი აზრით, თუ რატომ უნდა ხალხს რუსეთი, რატომ უნდა ხალხს ევრაზიული კავშირი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზარი. რუსეთის ბაზარი, რომელსაც ხალხს გონია, რომ ეს არის კარგი, ეს არის დიდი და ეს გლეხი გაიტანს მარტივად ვაჟს და შემდეგ რაღაც სოციალურ-ეკონომიკური იქნება უკეთესი ეს შედეგი, მაგრამ ეს არ არის, რადგან რუსეთი არის ძალიან არასტაბილური. რუსეთი არის ძალიან არასტაბილური პარტნიორი და ნებისმიერ მომენტში მას შეუძლია ჩაუკეტოს და ბერკეტი აქვს რომ ჩაუკეტოს საქართველოს ისი შემთხვევებიც ქონია. 2006 წელი 2006 წელი თუნდაც ღვინო გაზი აქედან გამომდინარე რუსეთი არ არის სტაბილური პარტნიორი მე მესმის რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა არის ძალიან რთული რომ მას აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები თუმცა პარალელურ რეჟიმში შეიძლება სიმშვიდე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის რომ ეს სტანდარტები აიწიოს და ჩვენ
სტაბილურ ბაზარზე შევიდეთ, რაც არის ევროკავშირი. მადლობა, გისმენთ, შემდეგ აქეთ და ხათუნა და ჯანსუღ ჩარკვეას მოუსმენთ. დიახ, მოგესალმებით, ლაშა შუგაგიძე, მოძრაობა სოლიდარობის ხელმძღვანელი. ძალიან სამწუხარო არის დღეს გვაქვს ასეთი პოლიტიკური ვითარება საქართველოში, რომ ერთი მხარე საზოგადოება არის ფაქტურად გაყოფილი ორად. არა, მე ვერ გაგეთანხმებით, რომ საზოგადოება, მოდით მე მაშინ ჩემ პოზიციას ვიტყვი, ძალიან იშვიათად. მე ვერ გაგეთანხმებით, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი, რუსეთი თუ დასავლეთი. მე მგონია, რომ ძალიან მცირე პროცენტია, ვინც ამბობს რუსეთს. არა, მცირე პროცენტი 30% აჩვენა NDI-იმ და სხვა კვლევებმა, რომ ფაქტობრივად გვაქვს გამოსვლები ტელევიზიაში შევხედავთ, გამოდის ორი მხარე. ერთი იძახის ამერიკას, მეორე იძახის რუსეთს. იმისათვის ქვეყანა როგორც არის საქართველო ბუნებრივია, როდესაც ხალხი არის ორად გაყოფილი, აქ ყოველგვარ განვითარებაზე ზედმეტია საუბარი და როდესაც გვაქვს ქვეყანაში განუვითარებლობა, გვაძლევს იმას, რომ ეს მოცემულობა და ფაქტია, რომ ადამიანისთვის პირველი არის სოციალური მდგომარეობა, შემდეგ იწყებს ის სხვა გარემოებზე ფიქრს. დიდი მადლობა. გადააწოდეთ, ძალიან მოკლედ უნდა ბრძანოთ. ერთადერთ რამეში ვეთანხმების არის შვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ევრაზიული კავშირი შეიძლება არ იცოდეს მოსახლეობა, მაგრამ ასოცირდება რუსეთთან მოსახლეობისთვის. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს რეალური იყო ის რაც დაიდო მონაცემები და უფრო მეტის ალბათ. რატომ? იმიტომ რომ რატო აინტერესებს? იმიტომ რომ 25 წელმა ევროინტეგრაციამ ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერი ვერ მოგვიტანა. ეკონომიური წინსვლის თვალსაზრისით. რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, რუსეთის ბაზარს, როგორც კი გაიხსნა რუსეთის ბაზარი, იქ გიგრძნო კახელმა გლეხმა აიწია ბატონო ჩემო ყურძნის ფასი. იგრძნო აქეთ მხარეს ციტრუსები გაიტანეს და ამან ყველაფერმა რა თქმა უნდა გავლენა იქონია ხალხის განწყობას. ჩვენი გზა არის ევრაზიული გზა, აი ეს სივრცე, იმიტომ რომ მილიონობით ეკონომიური ძაფით ვარ დაკავშირებული ამ სივრცესთან. დიდი მადლობა. უპასუხეთ ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება. ძალიან მოკლედ. მიეცით მიკროფონი. ჩვენ არ უნდა საუბრობდეთ ამ საკითხებზე, უნდა საუბრობდეთ სახელმწიფო დიპლომატიური ენით რუსეთთან, ჩვენ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ მათ, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და უპირველეს ყოვლისა ამაზე უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას და რა თქმა უნდა ეკონომიკური მხრივ, ასე ვთქვათ, ბაზარი რო გაიხსნას რუსეთთან, ამაზე უნდა იყოს დიალოგი და არა ხალხში და ანუ სულ საერთოდ სხვა რაღაცა ხდება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა ილაპარაკოს. დიდი მადლობა. გისმენთ, ბრძანეთ თქვენ და დაუბრუნდები ჩვენს თავდაპირველ შეკითხვას. ახლოს მიტანეთ, და ძალიან მოკლედ უნდა თქვა, დიახ. დაუბრუნდები თქვენს თავდაპირველ შეკითხვას, მე მგონია, რომ ის მაჩვენებელი, რომელიც დაფიქსირდა NDI-ის გამოკითხვაში, ის 31% ვფიქრობ, H-ს იწვევს, თუნდაც იმიტომ, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, თვენახევრის წინ იყო ანალოგიური გამოკვლევა მეორე ამერიკული ორგანიზაციის. დიახ, სადაც განსხვავებული მდგომარეობა. ანუ თქვენ არ გჯერათ, რომ 31% ქვეყნის მოსახლეობის მე ვფიქრობ, რომ შეიძლება NDI-იმ კვლევის დროს დაუშვა რაღაც შეცდომები, რომელმაც გამოიწვია ის აცდენები, რომელიც თორემ ის რომ მოსახლეობის 31% არის ევრაზიული კავშირის მომხრე, ამის არ გჯერა. მე ვჯერა, რომ საქართველოში არსებობენ ხალხი, რომელსაც უნდა ევრაზიის კავშირში შესვლა, მაგრამ მათი რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ხათუნა 2 წუთი გვაქვს და ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში უკვე ჯანსუღ ჩარკვიანი, გისმენთ. კი ბატონო, დავიწყებ იმით, რომ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ საქართველო არ არის ბოსელი. საქართველო თითოეული ჩვენგანი სამშობლოა და ჩვენ ყველანი ამისთვის ვართ აქ შეკრებილი. თავარი არის მომძებნოდ გამოსავალი. დღეს პირველ რიგში გამოჩნდა, რომ დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი საჭიროებს გადარჩენას. გამოჩნდა რუსული ბაზრის საჭიროებაც, ხო? ამიტომ გამოსავალი მოკლევადიან პერსპექტივაში არის ასეთი. დასავლეთმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გახსნას ევროკავშირში, უვიზო მოქცეს, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, სანამ რუსეთს მოუწია. მეორე და უმნიშვნელოვანესი ქართულმა პოლიტიკამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ დასავლეთის ფინანსურმა დახმარებამ გადაარჩინოს ლარი, ისევე როგორც 2008 წელს ეკონომიკური კრახისგან იხსნა საქართველოს დასავლეთის რამდენიმე მილიარდიანმა დახმარებამ. ამისათვის საქართველოს ხელისუფლების ძალიან აქტიური პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი. ეხლა ერთი ლირიული გადახვევა და უფრო გრძელვადიან, საშუალოვადიან გამოსავალზე, მაგრამ მოკლედ.
ქალბატონი გურანდა ბრძანებდა რუს გენიოსებზე. ჩემ 6 წლის ქალიშვილმა 3 ენა იცის, თანაბრად ქართული, ინგლისური და რუსული და ესენინის ლექსები იცის არაჩვეულებრივად. ამავე დროს ჩემ 6 წლის ქალიშვილმა იცის, რომ რუსეთს დაპყრობილი აქვს მისი სამშობლოს ტერიტორიის 25%, ასე რომ რუსი კლასიკოსების ოდნა ჩემ შვილს ხელს არ უშლის და ჩემი შვილის თაობას იცოდეს ვინ არის მისი სამშობლოს დამპყრობელი. ეხლა ერთი რამ და ისევ იმას მივაბამ და ამავე დროს სწავლობს ჩინურს და გამოსავალი არის აქ. ჩვენ უნდა გავიდეთ ამ სივრციდან. არ არსებობს ამ ქვეყნისთვის მარტო რუსეთი და მარტო ამერიკა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჭირდება ძალიან ბევრს რეგიონში და ჩვენ გვაქვს დღეს არაჩვეულებრივი შანსი საქართველო იქცეს იმგვარად ეკონომიკურად დასაბუთებულ ქვეყნად, რომ სწორედ ეს გახდეს საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. არ 2 წუთით ძალიან გთხოვთ. ევროკავშირთან რა მოგცა ევროკავშირმა? ევროკავშირთან თავისუფალმა სავაჭრო რეჟიმმა მოგცა ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გავა საბაჟო გადასახადის გარეშე. ამან მოგცა ის, რომ აღმოსავლეთის უამრავი უმდიდრესი ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ირანი, თურქეთი, შუა აზიის ყოფილი რესპუბლიკები, ამ ყველა ქვეყნისთვის საქართველო დღეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი ინვესტიციებისთვის. საქართველო შეიძლება მოექცეს 3 კუთხედის წვერში, აქეთ ევროკავშირი თავისი 500 მილიონიანი ბაზრით და აქეთ მსოფლიოს უმდიდრესი ეკონომიკის ქვეყნები. აი ეს არის საქართველოს განვითარების პერსპექტივა, ეს არის ის, ამდენი ჩადებული ფული, ამდენი ქვეყნის ინტერესი არის საქართველოს უსაფრთხოების უმთავრესი გარანტი. ასეთი საქართველო ჭირდება ნატოს, ასეთი საქართველო ჭირდება ევროკავშირს და ასეთი უსაფრთხო საქართველო შეიძლება მისაღები იყოს რუსეთისთვის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და გადაცემის სულ ბოლოს სტუმარი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესოა სწორედ იმ თაობის აზრი, აქ იჯდა ეხლა ქალბატონი გურანდაც, ეხლა ისაუბრებს ალბათ ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, რა შეიძლებოდა ქვეყანაში ისეთი შეცვლილი იყო თუ კი ენდობით ამ NDI-ის კვლევებს და ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, ოღონდ მე არ მაქვს აზუსტებული ინფორმაცია. ბატონო ჯანსუღ, მართლა ალასანიას პარტიის წევრი გახდით თუ მოარული უბრალოდ ჭორია ეს? გესმით ჩემი? მე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ, დაწყებული მოქალაქეთა კავშირიდან, მაგრამ თუ იმეს უნდა თქვას, რომ ალასანიას ვემხრობი თუ არა, კი ბატონო, მე ირაკლი ალასანიას პატივს ავცემ. გასაგებია, მე უბრალოდ მითხრეს ასეთი რამ და ვიფიქრე, რომ ბარემ მეთქი პირდაპირ ეთერში გადავამოწმებთ ხო. ბატონო ჯანსუღ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ენდობით თუ არა პირველ რიგში ამ კვლევებს, რომელიც დაიდოდა, როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლებოდა შეცვლილიყო განწყობები ქვეყანაში, თუნდაც ის 31%, რომელიც დადო NDI-მ. ადრე 31% ალბათ ევრაზიული კავშირის მომხრეები ალბათ არ იქნებოდნენ, ხო? რამე შეიცვალა ამ ქვეყანაში? ეხლა რა შესაქმეთი აქ შესანიშნავი ნათქვამია, რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, რაც დღეს გვაქვს ჩვენ. და ვინც ეს თავისუფლება მოიტანა, იმას ნუ გავლანძღავთ რა ვაშკაცურად გეუბნებით და მე ჩემო ინგა ყოველთვის გეუბნები ხოლმე, რომ როცა ცუდად გეკამათებიან, ინგალაცია უნდა გავუკეთო იმ ხალხს. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა თავიდან ბოლომდე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, რაც მე რუსეთთან კავშირი მქონდა, დღევანდელი გადასახედიდანაც ვამბობ. რუსეთი, ჩემი რუსეთი იყო ჩემი მეგობრების, ბელა ახმადულინას რუსეთი. ეს იყო ევგენი ევტუშენკოს რუსეთი. ეს იყო ვაზნესენსკის რუსეთი. ეს იყო რაჟდესვენსკის რუსეთი, ეს იყო რიმა კაზაკოვას რუსეთი. ესე იგი, პუტინის რუსეთი ჩემთვის არ ყოფილა არასოდეს, არც ბრეჟნევის და არც ხრუშჩოვის. მაგრამ დღეს ის მეზობელი არის თუ არა, კი ბატონო, მეზობელია, მაგრამ დამყრობელი. და ერთი რამ მინდა ვთქვა ძალიან ხმამაღლა, რომ ჩვენ როცა ნატოსკენ გვინდა წასვლა, ნატომ არ უნდა თქვას, რომ შენ 10 და 15 წლის შემდეგ ნატოს ჯარი გვჭირდება ჩვენ, რომ რუსის ჯარმა სისხლი არ დაღვაროს ჩვენი. ამიტომ თავის დროზე უნდა მიგვიღოს ნატომ და მე ახლავე ვიტყვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ უნდა იყო ამ რუსეთის, საშინელი რუსეთის, მაგრამ კიდევ ამბობ, თუ ნატოსკენ ხარ,
მაშინ მოგემხროს ის ნატო და გაღიაროს შენ. სხვანაირად არ შეიძლება ჩვენი ცხოვრება. ახლა ერთ საოცარი რაბა. ერთ საოცარი რაღაც მინდა ვახსენო SNG-სთან დაკავშირებით. ერთად ვისხედით მე და ბატონი ნოდარ ამაღლობელი. ბრწყინვალე პიროვნება, დიდი აკადემიკოსი, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, საოცარი კაცი. და უცბად მეუბნება რომ ჯანს უღო SNG-ში შესვლაზეო შენ ხმას აძლეო? არა მეთქი მეუთხარი. ყოჩაღ არც მეო. აი აქნამდე ვარ ჩვენ მისულები და უნდა ვიცოდეთ ვის ვემსახურებით, რა ხალხი ვართ და რა შეეხება ევრაზიას 31-დან შეიძლება 11%-მა იცის ევრაზია რა არის. ანუ თქვენც ფიქრობთ რომ არაინფორმირებულობისგან იყო გამოწვეული ასეთი შედეგი და რეალურად შეუძლებელია რომ 31%-ს კონდეს ეს ძველი რუსული ნება დავარქვათ საბჭოთა ნოსტალგია? ჩემთვის ესეთი ასოცირება, ახლა შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას პირდაპირ, მაგრამ ჩემთვის არ იყო სასიამოვნო აღმოჩენა, როდესაც დაიდო რომ ამ კვლევებით თურმე 31% ქვეყნის მხარს უტევს ევრაზიულ კავშირს. ეს ჩემთვის იყო ძალიან აქედან მე მგონია რომ ბევრმა საბჭოთა კავშირი კი არ იცის. იცის რომ ცუდ მდგომარეობაშია თავად. აი მაგალითად მე როცა დღევანდელ დღეს გადავხედავ ძალიან მთავარია რომ ამ საწყალ ხალხს ბოლო ლუკმა მისცე ის 240 ლარია თუ რაც არის ეს არის ძალიან მთავარი მე ვერ იტყვიან ისინი სოციალური ფაქტორები ეკონომიკური ფაქტორები მოქმედებს ამ პოლიტიკურ ორიენტაციის ცვლილებაზე შეიძლება მოქმედებს იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა გახვიდა და თქვა ევრაზია რა არის ის რა არის ბევრმა არ იცის თქვენი ჭირი მეს ხალხს ძალიან უჭირს და საჭიროა რომ იმ გაჭირებულ ხალხს პატივი ვიცეთ და რაღაცა გავაკეთოთ ისეთი როგორც დიდი მადლობა. ეხლა იმასთან დაკავშირებით მახსენდება არ შეიძლება რომ რაღაც იუმორში არა ვთქვა კიდე როცა SNG-ში შევდიოდით მაშინ პარლამენტში ვიყავი და უამრავ ლექსებს წერდი და უგზავნიდი ხალხს იყო და მთელი ამბავი სიცილი და მე ედვარდ შევარდნაძეს მივწერე ასე გითხრა შევარდნაძემ ტრიბუნაზე შემდგარმა შეხვალთ დედა მოგეკულებათ თუ არ შეხვალთ დედმამა ახლა აი ამაში საქმე და შენი ანგარიში რომელ ჯობია მადლობა აი ბატონო ჯანსო იცოცხლეთ კარგად იყავით დიდი მადლობა რომ გადაცემით დიდი მადლობა შენ მონაწილეობა დავაზუსტეთ რომ პარტიის წევრი არ გამხდარხათ არ გადიყავი გენაცვალე. ნახვამდის. ეს იყო პოეტი ჯანსუხ ჩარკვიანი, მე კიდევ ერთხელ შეგასენებ, ჩვენს მიერ დასმული შეკითხვა დღევანდელ გადაცემაში იყო ასეთი, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ჩვენ გავაერთიანეთ ის სამი საკითხი რეალურად რაც იყო წარმოდგენილი NDI-ის კვლევებში პირველი რიგის საკითხებში, ანუ ჩვენი ინტერაქტივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ სხვა საკითხები. შემოვიდა თითქმის 16000 ზარი, აქედან 9922, ნუ პირველ ადგილზე გავიდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია, ძალიან დაძაბული, ცხარე, თუმცა ვფიქრობ, რომ არც თუ ისე უინტერესო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად 2 დღეში, კვირას 8 საათზე იმედის კვირაში, მთავარი თემებით და მთავარი სტუმრებით. ნახვამდის.